მოკლედ თავარი მოქმედი გმირი ეს ორი ეპოქას 1855 წელი არის ეს სომი რო არის ხო ამაზე არის აქცენტი და ჩვენ ამის ირგვლივ ტრიალებთ მაგრამ ეს არნიშნავს იმას რომ სხვები მაგალითად შიგადაში აი ეს ბიძა მისი რომელიც ამ სომს ყავს 5 ბიძა მამამისი არის მე-6 6 ძმა ხომ 4 და 10 კაცი არის და იწყებ ეს ერთი ოჯახის ამ საფუძველს უყრის წინაპარი რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში იბადება ქვისმთლელი ფერმერი ესე იწყებენ ცოლ-ქმარი ჯოლიონი და ენი ესე ქვია და მერე შვილებსაც დაარქმევენ და ეს სახელი რატომღაც ესე მოდის აი ესენი უყრიან აი იმას საძირკველს და აქ რა წერალი რაღაცას ავტობიოგრაფიულსაც გვიყვება თავის შესახებ რაღაც და იმეთლათ ისე არ არის ისტორიული ანალებითა და იმებით დაკავებული ეს არის მხატვრული ფორმა მსოფლმხედველობის სასახვა მხატვრულ ფორმაში ლიტერატურული ფორმა ამ შემთხვევაში მოწოდებული და ლიტერატურას ფართო ის აქვს ხო იქ სახეები შედარებები მეტაფორები განსჯები მწერალი აუცილებლად ინტელექტუალური პიროვნებაც უნდა იყოს თორე სადაესწრები ახლა ერთ საუკუნოვან იმას რო წერ ხო განძნელია ეგ უნდა შეიჭრე იმაში და მწერალი იჭრება თავისი განსჯებით და თავის ბევრ იმას აზრებს გმირს მისცემს როგორ ფიქრობს ის ასეა ხო სხვანაირად არ შეიძლება ახლა ხო არ დაესწრებოდა ამაზე ჩაიწერდა დიქტაფონებით ყველა იმას ვინდა გასწრებს ინტიმური იმეებში განსაკუთრებით გმირო ტყეში დადის მოდის ეს არის ყველაფერი წერლის თავში და მთავარი აზრი თუ არ დავიჭირეთ რა უნდა მწერალს ჩვენ ამაზე ზღაპარად აღვიქვამთ და გავერთობით გასართობი ლიტერატურა ეს არ არის ესე იგი ეს არის კლასიკა ნიშნავს სანიმუშო სიტყვით და ნიმუში ეს იმდენად სანიმუშო არის რომ რაღაცას გვეუბნება ხო კლასიკური ნაწარმოებები სწორედ ამას გულისხმობს რომ ეს არ არის უბრალოდ გასართობი ნაწარმოები გაერთობით და ისე რა დროს გასატარებლად ინტრიგები მიხლართული მოხლართული და მოწყენილი ვარ და გამართეთ არა ეს ლიტერატურაა ხო ესე იგი ეპოქის რაღაცა იმას ემსახურება და რაღაცა მინიშნება არის ხო რაღაცაზე გაფრთხილება სარკე არის ერთგვარი ხო და ამას მწერალი კარგად უნდა ფლობდეს რომ ყველაფერი კარგად სადაც საჭიროა გამონათქვამები მე რა ეპოქასაც აღწერი ის ეპოქა უნდა იცოდე კარგად ყველა მოვლენების კურსში თუ არა ხარ გამორიცხე მე ყველა გმირის თავის ენაზე უნდა ალაპარაკო შენი იმით ლოგიკით თუ ალაპარაკებ არაფერი არ გამოვა როგორც მაგალითად ილია ჭავჭავაძე როცა მოგზაურობს გზავის წერილებში რუსია ხდება იმის ლაპარაკებს არისტოკრატიულ წარმოდგენებს თავისი ლექსიკონი აქვს ეს ყველაფერი თუ არ გაითვალისწინა მწერალი ის მწერალი არ არის ხო ის იქნება ჟურნალისტი აღწერს და აკი ჟურნალისტი სხვა რამეა მწერალი სხვა რამე არის და სახეზე არის ესე იგი ესეთი სერიოზული მწერალი ხო სოფლიოში რაღაცა თავის სიტყვა თქვა და ლიტერატურული უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა 32-ში ხო და აი ეს როდესაც ამის ეკრანიზირება ხდება ეს იმდენად საინტერესო არის ეს რომ და აქტუალური პრობლემა რომ ჩათვალეს საჭიროდ რომ ეს ფართო მასებამდე მიეტანათ ფართო მასებამდე იმიტომ რომ წიგნთან დამოკიდებულება ბევრს არ აქვს ისეთი როგორიც უნდა კონდეს წიგნი მოითხოვს ცოტა სხვანაირ ფსიქოლოგიურ მიდგომას განსჯას აქ ჩართულია თვალი ნებელობა ყური აზროვნება და ბევრს არ შეუძლია კითხვა ხო იცით რომ ძალიან ძნელია მით უმეტეს ამხელა სქელტანიანი ტრილოგია არის ეს ხო სამი დამოუკიდებელი ნაწარმოები ერთი იმით გაერთიანებული ხო ერთი დედააზრი რო აერთიანებს ნაწარმოებს და აქედან ტრილოგია ხო და ეხლა მთლიანი მოცულობა მაგის სადღაც 1500-მდე გვერდი არის უზარმაზარი წასაკითხია და მასა მოგიხსენებათ მით უმეტეს თანამედროვე პირობებში 60-იანი წლები და თუნდაც ეხლა მანდან მოყოლებული ესეთი ეპოქა არის ჩვენთან უკვე ტელევიზიამ დაიპყრო იქ რაღაცა მე დროის ფაქტორი გართობი 1000-ნაირი გართობა არის და ლიტერატურას უკვე გართობით ის აღარ აქვს გართობა უკვე ადამიანს სხვა იმაში გადაერთვა აქ სათამაშოები გინდა აქ 1000 რაღაცეები არის კაზინოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სპორტული სახეობები ადამიანი დაკავდა სხვა იმით წიგნით უკვე ადამიანი ვეღარ ერთობა ფაქტურად წიგნმა დაკარგა ის მნიშვნელობა რაც ჰქონდა თქვათ მე-19 საუკუნეში კერძოდ შემეცნებითი თვალსაზრისით ლიტერატურა როგორც შემეცნებითი ფუნქციის მატარებელი აღარ არის ხო რა არჩება ლიტერატურას მე ადრეც გითხარი დღეს ფანტასტიკაში გადაიჭრა ძირითადად ფანტასტიკური ლიტერატურა უფრო ჭარბობს ახლა და ესეც ძალიან ისეთი ინტრიგებზე აგებული და ცოტა ესეთი რო იწევს რაღაცა დაძაბულობას იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება ისედაც ინერტული არის მთლიანად და როგორც პიროვნება ადამიანი კვდება უკვე აი ესე რობოტიზირებულ დონეზე არის ყველა და ხელოვნურად აქ უკვე ესეთი იმას შემოდის რომ ადამიანში
რაღაც აი შინაგან ისინი აამოძრაოს ეს თქვათ აი ისეთი ლტოლვები ხო აქვს ადამიანს ხო როგორიც არის თქვათ მძაფრი განცდები რაღაცის მიმართ თუნდაც ემოცია შიშის ეს რომ თლათ ადამიანი არ გახდეს რაღაცა საქონელი ხო უკაცრავად პასუხი არის და ამას ეს დატვირთვა აქვს ამ ეპოქაში ბუნებრივია და შემთხვევითი არ არის ის რომ მე-19 საუკუნეში კი არ არის პოპულარული ისეთი ნაწარმოებები როგორიც არის ესეთი საშინელებათა წიგნები და საშინელებათა რაღაცეები თქვათ ფანტასტიკები ხო მაშინ იყო უფრო სოციალური ესეთი რომანები ხო გაიხსენეთ ბალზაკი დიკენსი ხო და უამრავი გერმანიაში ეს იყო სოციალური რომანები ეპოქალური მას ხატავდნენ ხო და აი ხლა ესეც ეპოქალური არის ხო და მოიცავს 2 საუკუნეს ხო თლიანად ესე იგი მე-19 საუკუნიდან რო იწყება 50-იან წლებიდან ეს ყველაზე საინტერესო პერიოდი არის და მე გითხარით როგორ პერიოდიც 48 წელი ეს არის კომუნისტური პარტიის მანიფესტი იდეების დაჯახებები მოდის სოციალისტ ინგრევა და იმსხრევა ძველი აი ეს ფეოდალური სისტემა კაპიტალისტური აი ეს ჩანასახები რო არის და მანდ უკვე დემოკრატია როგორც ასეთი უკვე ყალიბდება გამიგეთ ისე როგორც მამოძრავებელი მასებისა მანამდე არ იყო დემოკრატია სახელმწიფო ყალიბდება როგორ იცი მთლიანად სახელმწიფო იღებს ძალაუფლებას თუ ადრე კლასი განაგებდა და განსაკუთრებით ლონდონში ეს ფორსაიტების გავლენა ჰქონდა ფორსაიტების ტრაგედია იმაში მდგომარეობს რომ თან ჩანაცვლება მოხდა ფორსაიტები კვდებიან და მის ადგილს ეკავებს სახელმწიფო ინსტიტუტი აქ იმ წიგნშიც და ფილმშიც მინიშნებულია რომ უკვე იცი ნალოგები იზრდება და ამათ უკვე აღარაფერი აღარ რჩებათ თანათან გადადენ ერთი დარგიდან მეორეზე სომი პირდაპირ გათვლის იმას რომ ჯობია ახლა ინვესტიცია დააბადოს და კაპიტალი აი სურათების შეძენაში და ძირითადად ეს ცოტა უფრო იმაში კონსერვატორი რო არის რეტროგრადი ეს სომი არჩევს როგორ სურათებს იცი აი პრერაფაელისტებს ესეთი მიმდინარეობა არის ინგლისში და ძირითადად მის კოლექციაში 1-2 გამოკლების გარდათ უფრო არის კლასიცისტური და ესეთი ხანა აი რენესანსის იმებს რო აღწერს რენესანსული ეპოქის მიმდევრები იყვნენ პრერაფაელისტები პრეიცით რა არის და რაფაელი მხატვარი უკავშირდება ხომ აი კონსტებლი მაგალითად გეინსბორო ეს ინგლისელი მხატვრები არიან და ამით არის ეგ დაკავებული აქ მარტო ერთი გოია აქვს ორიგინალი აქვს გოია ერთი მე მგონი მე კოპიო გააკეთა შეუკვეთა გოიასი იმიტომ რომ შულს აგონებს ამიგეთ და ძალიან ესეთი კოლექცია აქვს მას თუ აქვს ერთი აქვს კიდე პოსტმოდერნისტული ისა უფრო სწორია ვთქვათ პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ისა პოლ გოგენის მაგრამ იმას ყიდის თუ გახსოვთ ხო მე ნახავთ იმ ფილმშიც არის მაგრამ გადაიფიქრებს აი თავის ანას იმას რომ დაყვება ის ბელგიელი სულელი იმის გაყიდვა უნდა მოკლედ არ მოწონს ამას ასეთი სურათები ვერ გაუყვი ავანგარდიზმი უტევს ექსპრესიონიზმი უფრო მეტი ბევრი იმპრესიონისტი მხატვრისთვის ამისთვის მიუღებელია სომი ეს არის კაცი რომელიც არის ისეთი გემოვნების დახვეწილი გემოვნების მაგრამ როგორი სილამაზეს ეტრფის იცი ეგა თუმცა სულ ვერ გააცოცხლა მას არ შეუძლია ჭორეთა ჯერჯერობით სომი არის ისეთ სტადიაში გემოვნება აქვს მაგრამ უყურებს ამას არა როგორც სიცოცხლეს არამედ როგორც ნივთს ყველაფერი ესე უყურებს ეს აბსოლუტურად ქალსაც იმიტომ გააგზელა მწერალ მერს და შვილი შემოაგდო რომ შვილმა ამაში უკვე გააცოცხლა ეს გამიგეთ რომ გახვალთ მიხვდებით აი გოგონამ თავისმა ქალიშვილმა აი ეს რაც მკვდარი იყო მასში გააცოცხლა აი გაყვებით მე და მიხვდებით მაგას რა დატვირთვა აქვს მაგას ტყუილა კი არ გააგზელა ეგ მწერალმა არ შეიძლება აქ დაამთავრო იცი პესიმიზმი არის საშინელი თუმცა შეიძლება ეგეც თუ ადამიანი თუ მე ჯონ გოლზორთი ბიბლიასთან წილნაყარი კაცი არის და წაკითხული აქვს რაღაცეები გაიელვებს ფილმში არ აჩანს ეგ მაგრამ წიგნში არის იქ იობზე არის ლაპარაკი იობის წიგნსა მე ეკლესიაში სიარული მიდიმოდიან ასეა თუ ისე მწერალი აქაც უნდა ჩახედული იყოს თორე ისე დავიჭერთ სისულელეებში მოკლედ ბიბლია მას წაკითხული აქვს არა მარტო წაკითხული აქვს თავისი ეპოქის გაგება რაც არის ბიბლიაზე და ევანგელიაზე ამა ეს იცის ჩვენ ვერ დავაბრალეთ ჯონ გოლზორთის ჩვენ არ ვიცით ჩვენთვის უცნობია ეს პიროვნება თავგადაკლული ის რო იყოს თქვათ ევანგელისტი ესეთი რამე მანდ არ ჩანს არის ცოტა კრიტიკა და თავისი აზრებს თქონათ არ გამოვეკიდოთ მწერალს და რამეში არ ვამხილოთ რასაკეთებს მწერალი მასე დროს ძირითად აზრების დიფერენცირებას ეწევა სხვადასხვა გმირებში მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაბნევს ამ ხრივ სტალინი იყო ძლიერი ხომ საბჭოური ისა როგორ იყო ვერ მოატყუებდი აი მაგ იდეოლოგიას და იცოდნენ რომ
მიხეილ ჯავახიშვილი იყო ეს თუ რომელიღა მწერალი რო დაწერდა ეძახდა ეს შენი აზრია და იმისი არ არის შენ გინდა ამით შემოგვაპარო ისა და აი ყველას მე ტყავს აძლევდა ხო გახსოვთ ხო და არა და ზუსტად ეგა ამ წერალი როცა წერ ჩემი აზრი მინდა გამოვთქვი ხა რაში მაინტერესებს ვინ რას აკეთებს ამიტომ ერთი აზრის მატარებელი ერთი კი არ უნდა იყოს გმირების გავყოფ ამას გავანაწილებ ჩემ აზრებს და მოვახდენ დანაწილებას ძირითადს კიდე დავტოვებ ერთი გმირი უნდა ავარჩიო და აი მთელი ჩემი ნათქვამი ან პირიქით ჩემი ნათქვამს ვათქმევინებ ისეთ პიროვნებას რომელიც ლიტერატურულ იმაში აქვს დატვირთვა ნეგატიური აი ქართველებს რო უყვართ ესეთი უარყოფითი გმირის ასე რომ ერთის დაშლა ხდება რომ ავკრიფოთ ყველაფერი ერთად სულ ყველაფერი ეს წერილის თავიდან არის წამოსული ესე იგი წერილის მსოფლმხედველობა ეს ესე იგი ნატურმოვები ლიტერატურა რომანი არის წერილის პროექცირება გამიგეთ აი რატო ტყავს აძვრობდა სტალინი წერილებს იყო სხვანაირი ცხოვრება იყო ასე რომ ვერ გაიმართლებდა თავს ვერავინ და თუმცა ყველა მწერალი იმართლებდა თავს არა ის არ ცდებოდა სტალინი გამიგეთ არანაირად არ ცდებოდა ვერ მოატყობა გამსახურდია რომ იძახეს ეხლა იგავებით და იმებით მელაპარაკებ ეს შენი აზრია და გამსახურდია რომ ანათლებდა კომუნისტებს რომ თქვენ არ იცით რა არის მწერლობა რა არის იცით რას გეტყვი შენ იცი რომ მწერლობა რა არის იმან ზუსტად განსაზღვრა ხო ნუ იდეოლოგია არის მარქსიზმი არის და შენ უნდა გამოხატო მარქსისტული აზრები და როდესაც შენ მე ჩემ გმირს რომელი გამსახურდიას თქვა ვაზის ყვავილობა მაქვს ახლა მხედველობაში და იგივე მთვარის მოტაცება როცა ალაპარაკებ ისეთ რაღაცებს რაც თითქოს იცი შენ არიზიარებ ეს მაინც ითვლება როგორც შენი აზრი ნეგატიურს რო ალაპარაკებ ნეგატიური გმირს აარჩევს და იმას ათქმევინებს ყველაფერს არ უნდა ათქმევინო გვეუბნება კომუნისტური იდეოლოგია მოკლედ კომუნისტურ საზოგადოებაში არ არსებობს კლასიკურ კომუნისტურ საზოგადოებაში არ არსებობს დადებითი და უარყოფითი გმირები იქ სულ დადებითი უნდა იყოს აქედან ლიტერატურას ერთმეოდა ესთეტიური ღირებულება და მკვდარი იყო საბჭოთა ლიტერატურა ამიტომ იყო მკვდარი ესე იგი თუ სიღრმეებში გავალთ კანონზომიერება შევიმეც გავიგოთ უნდა და წავიკითხოთ ეგ რა არის და როგორ არის თორე ისი ადვილია იცით ზერელი კრიტიკა წერლობა სულ სხვა რამეა იყო დასავლეთში სულ სხვა რამე იყო უკვე კომუნისტურ სივრცეში როდესაც მოვიდნენ საბჭოთა ადამიანები რომლებმაც განათლება მიიღეს უკვე მე-19 საუკუნის ძირითადი დებულებებიდან საბუნებისმეტყველო პოლიტეკონომია კლასიკური გერმანული ფილოსოფია და რა თქმა უნდა მისი მწვერვალი მარქსიზმი ეს ყველაფერი შეისრულა და ჩამოყალიბდა ახალი ადამიანი ახალი ადამიანი ნიშნავს ღირებულებების მატარებელი ადამიანი ევანგელისტური გაგებით კი არ დაიბადა ახალი ბიბლია გვეუბნება ახალი ადამიანი არის ის და საიდუმლოებით არის მოცული როგორ იბადება ის რაც აღწერილი არის სახარებაში როდესაც ქრისტეს იღებს ადამიანი რწმენით და მასში მომენტალურად ხდება სულიწმიდის მიერ მუშაობა და ადამიანის გაცოცხლება აი სულ სხვა რამეა ახლა გადავხედოთ კომუნისტებთან როგორ არის ეს მოპარული მაგრამ განაბიბლიდან მოპარული სამყარო ხო ერთია და ანტიპოდიც ყავს სატანა აი როგორ არის იქიდან ნასაცხები ყველაფერი კომუნისტებთანაც ახალი ადამიანი ყალიბდება მაგრამ როგორ რითი უნდა ჩამოვაყალიბოთ ადამიანი ყალიბდება იდეოლოგიით ახალი იდეოლოგია მოდის აზრების ერთობლიობას ვეძახი ამ წუთში იდეოლოგიას აზრების ერთობლიობაში იგულისხმება ის აზრები რომელიც გაბატონებული იყო მე-19 საუკუნეში ძირითადად ათეიზმი გრეალებს ეს ღმერთი არ არის მეცნიერების აყვავება და ამით დამტკიცდა რომ ღმერთი არ არის შემდეგ სამყაროზე შეხედულება ის რომ სამყარო არ არის შექმნილი ღმერთის მიერ სამყარო არის მარადიული თავისთავად არსებული და სიცოცხლის წარმოშობა არის რაღაც შემთხვევითი გამიგეთ და ევოლუციის შედეგია ადამიანი აი ყველაფერი ამას ერთად აღებულს ვეუწოდი იდეოლოგიას მოძღვრება იდეების შესახებ და აი ეს იდეებით ნასაზრდოები ადამიანების ჯგუფი ყველაზე მეტად გამრავლდა საბჭოთა კავშირში ყოფილში დასავლეთში იყო ესეთი ადამიანები მაგრამ ბევრი არა ხო ადამიანები ბევრი წამყვანი არ არის უბედურება ის იყო საბჭოთა კავშირში უდიდესი უმრავლესობა აი ასეთი იყო აი ასეთი და ბიბლია გვეუბნება ცოდვა დაცემული ადამიანები ყველამ ასეთია საკმარისია სისტემაში მოვიყვანოთ განათლებული ადამიანებმა კიდე ჯოგში ეს სისტემატიზაციაში მოიყვანეს აქედან მიიღეს საბჭოთა სივრცე და ვინც ამას უპირისპირდებოდა აქა-იქ შემორჩენილები კაპიტა იმას პოპტნენ და ბუნებრივია ის მტერია ჩემი და არ მინდა გამიგეთ ამიტომ ვიძახი საბჭოთა ლიტერატურაში როდესაც გორკი იქნებოდა ეს ყველა და სადღაც შემოაცურებდნენ ნეგატიურ პიროვნებას და ნეგატიურ პიროვნებას უარყოფით გმირს ალაპარაკებდნენ ანტიკომუნისტურ რაღაცებს ესეც მიუღებელი იყო და ისჯებოდა მწერალი
იმიტომ შენ ირიბი გზით ჩვენ გვაკრიტიკებ. იმიტომ მკითხველი წაიკითხავს მოიწამლება. მიხვდებით ალბათ ცენზურა რატომ იყო ესე ძლიერი და თან ცენზურა ნიშნავს იმას, რომ სტალინი ზუსტად ესე აზროვნებდა. ხო? მწერვალი ვინც არის სათავეში, იმისთვის არის მიუღებელი. და მე ვრცელდება ყველაზე. და ეხლა როცა ასეთი კუთხით უყურებთ ყველაფერ ამას, ეხლა ადგილი რჩება ლიტერატურის და ვთქვათ ხელოვნების საბჭოთა კავშირში. არა. მაშინ რა ფუნქცია აქვს საბჭოთა კავშირში ხელოვნებას და ლიტერატურას? აგიტაცია პროპაგანდის. ის უნდა ემსახურებოდეს მთავარ იდეოლოგიას. იდეოლოგია როგორია? ათეიზმი. ყველგან. მერე არავითარი ნეგატიური გმირი. გმირი უნდა იყოს ძალიან ესეთი საბჭოთა, მაგრამ ხარვეზები რო აქვს და გამოასწოროთ. მერე საბჭოთა ლიტერატურაში ესე იგი ანტიბოტიკი არ უნდა იყოს გმირი, რომელიც საპირისპიროს იძახის, ჩვენ საპირისპიროს, რომელიც ავართ კომუნისტი იდეოლოგები. არამედ ისეთ ჩვენაირი უნდა იყოს, მაგრამ მომწიფებელი და ჩვენ უნდა დავეხმარო და აღზარდოთ. ამის ტიპიური მაგალითები იცით ალბათ ქართულ ფილმებშიც და თქვათ ქართულ ლიტერატურაშიც, განსაკუთრებით საბჭოურ ლიტერატურაში. თქვათ კონსტანტინე ლორთქიფანიძე, თქვათ ლევო ქიაჩელი, ასე შემდეგ და მე იგივე ჩვენი ეზო კინოფილმებიდან, უდიპლომო სასიძო. გახსოვთ ალბათ, მანდ ვერ გამოყოფთ თქვენ ესეთი პიროვნებას, ანტიპოდს, რომელიც ანტიმარქსისტულ რაღაცებს იძახდეს. და საითკენ მიდიოდა ხელოვნების რა ჟანრი იყო უფრო განვითარებული? კომედიური. წიგნიც ასეთი უნდა ყოფილიყო. შრომის ჰეროიკა, შემდეგ სიყვარულით იქნებოდა აუცილებლად შრომის გამო უნდა შეყვარებოდა ადამიანს ადამიანი, გაალამაზებდა შრომა და აქედან სილამაზე შემოდის სოციალისტური შრომის გმირი გვიყვარს. ხო, აი ესე თანდათან რაღაც გარკვეული პერიოდი, ეს პერიოდი მოიცავდა 30-იანი წლებიდან ვიდრე 70 წლამდე. 70 წლიდან სათავეში მოვიდა ისეთი ხალხი, უпроსტორია ვთქვათ, ნელ-ნელა, მოვიდა წითელი ბურჟუაზია. გამართლდა მაქს შელერის წინასწარმეტყველება, რომ არ გაამართლებს სოციალიზმი. ეს თავის განვითარებაში კონდენსირებულ ბურჟუას მივიღებთო. მართლაც საბჭოთა კავშირში უკვე ბოლოს გარბაჩოვი იყო ამის კარგი ნათელი დადასტურება, ბრეჟნევის მერე გარბაჩოვი, ეს იყო გარბაჩოვი კონდენსირებული ბურჟუა. მას აღარაფერი აღარ ქონდა კომუნისტური. და ბუნებრივია ქვეყანა დანგრეულიყო. ქვეყანა კი არ დაანგრია, ვთქვათ, რომელიმე ერთმა პიროვნებამ. ეს თავისი განვითარება ენტროპიაში შევიდა, ახალი თაობა მოდის და ისევე გადადის ეს ისეთ სხვა თვისებრიობაში, როგორც ფორსაიტების ის გადადის მეოთხე თაობა უკვე სხვა არის. ეს ბიბლიიდან აიხსნება, მეგობრებო. აი ბიბლიას კარგი ცოდნა იმიტომ არის კარგი, ვიმეორებ, რომ ეს არის ეტალონი მსოფლიო ისტორიისა, საზომი. სხვანაირად ვერ გაიგებთ ვერაფერს, სხვანაირად ისტორიაში მოვჯდებით და იქნება გაუთავებელი კამათი. აქ ყველაფერი არის მოწესრიგებული, დაალაგებული და ამის იმაში ჩვენ ვალაგებთ. ესე იგი, ბიბლიის როცა ვიძახი, აქვე განმარტავ რა იგულისხმება ახლა ამ ჩემ იმაში, როგორც განმარტე მე იდეოლოგია, რა გულისხმობ, ბიბლიაში რა გულისხმობ. ბიბლიაში გულისხმობ იმ აზრების, მთავარი აზრის ერთობლიობას, რომელიც აზრიც გვიცხადებს ეს სამყაროს ყავს აბსოლუტურად ბრძენი შემოქმედი, რომელიც არის ისეთივე თვისებებით შემკობილი თუ ისეთი თვისების მატერია, როგორც არის ადამიანი. როგორია ეს? გამონაკლისი მარტო არის სიძულვილი. ესე იგი, ემოციები, სიყვარული, აი ეს ყველაფერი, აი ესეთი ღმერთი, პიროვნული ღმერთი არის ბიბლია. როცა ვიძახი მე ბიბლიას, გულისხმობ ამას. ესე იგი, ბიბლია, წიგნი არ იგულისხმება. როცა კიდევ ვიმეორებ მე ვიძახი ბიბლიით, ეს იმას ნიშნავს, ცოცხალ ღმერთს გულისხმობ. აი ეს ერთობლიობა მოცემული არის აი ამაში და ღმერთი გვაცნობს სამყაროს, გველაპარაკება და ადამიანზე გვაწვდის ძალიან დიდი ინფორმაციას. როგორ იყო თავიდან ადამიანი, შუა წელში როგორი გახდა და რა ელოდება ადამიანს შემდეგში მომავალში. და რა ელოდება პლანეტას, გალაქტიკას და საერთოდ რა არის ადამიანის საზრისი. საზრისთვის გაჩნდა ადამიანი. სად ელოდება მას ნავსაყუდელი. ხო და დააგვირით, როდესაც თლიანად ადამიანი ამას არიღებს, აქ-იქ მაინც ბიბლიური შეხედულებები, ესე იგი, ღვთაებრივი შეხედულებები მიმოფანტულია ყველგან და ყველა ადამიანში. თვითონ ფორსაიტების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც არის მხატვარი და თანდათან უკვე გამოყოფა ხდება, ნახე მხატვრები უკვე ამ ოჯახს, რომელსაც პრეტენზია აქვს უფრო საქმოსნობის, იურისტები და ესეთი მეწარმეები და რაღაც ესეთი არიან უფრო დაკავებული კომერსანტებში, კომერსანტული ის არის, ხო, ვაჭრობა. უკვე ბუნტი იწყება, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი ფუნჩს კიდევს ხელს და ესე ხდება გამოყოფა. ესე იგი, ეს არის სიმბოლო იმისი, რომ წმინდად დარი მატერიიდან სიცოცხლის წარმოშობა, მაგრამ უკიდურესობაში გადის ეს გმირი. ამან თლიანად გავიდა ისეთ ესთეტიკაში, სადაც უკვე ცოტა მოიცავს ესეთი ელემენტებსაც, იცით, რელიგიური ელემენტებია, მაგრამ არა ქრისტიანული. კერძოდ,
ასე ესაუბრება იგი თავის შვილს წიგნში და როცა იგი გარდაიცვლება, გარდაცვლილ მამასთან ეს ჯონი რო ლაპარაკობს, თავის თავს იხსენებს, მამა რას ეუბნებოდა, თქვათ გარდაცვალება. აი რა უთხრა მან. ესე იგი, სიცოცხლე, როცა კვდება ადამიანიო, ეს კვდება, მაგრამ ცნობიერება არა. ცნობიერება არის ხვდები, დააკვირდით ტერმინს ცნობიერება. ხედავთ როგორ ეშინია, ესე იგი მწერალი მაგ თავისი გაგებაც გაგვიმჟღავნა, წერალმა საიდან იცის ეს გაგება, ხა მას არ იცნობდა ხო პირადად იმ ტიპს. ესე იგი მწერალს როგორი გაგება აქვს უკვე ბიბლიაზე და რელიგიაზე, მე ვიღაც გმირებიდან უნდა გავიქო. მაგრამ მიმოფანტული შევკრიბო და წერილის ასე დასკვნა მივიღო, რომ წერალი ჩავთვალო მე ქრისტიანად თუ არ ჩავთვალო ქრისტიანად. ხო, წერალს ეს პრობლემა რო ქონდა, აი გაგაფანტა აქეთ იქიდან, სომს ხوار დაალაპარაკებდა, აი იმას ალაპარაკებს, მხატვარს, სომის ბიძაშვილს, ჯოლის და იმას აქვს ესეთი გაგება, რომ მოკვდება რა ადამიანი, ცხეული დევს, მაგრამ საზნანიე, ცნობიერება დიდხანს არის სადღაც და ეხლა ამ მიცვალებულთან ჯონი იძახის შეიძლება გარდაცვლილი ბაბუის ცნობიერება ეხლა ერთად არიანო დააკვირდით ცნობიერება ერთად ეს არის უკვე ოკულტიზმი აქ არაფერი ქრისტიანული არ არის ხედავ არც თლათ მატერიალიზმი ეს გამიგებ თლათ არაფერი არ არის რაღაცა არის ესე იგი არის ცნობიერება არის და ცნობიერებები ხვდება ერთმანეთს ბაბუები ბებე ნათესავები ცნობიერება და ეხლა არიან ამ მიცვალებულთან აი ასეთი აზრები აქვს ამ ჯონის ხედავ მეოთხე თაობა უკვე თუ მესამე არის ეს მოდის ასეთი შეხედულებით სამყაროზე და ბოლომდე ჩამოყალიბებული მას არ აქვს ცხოვრების დანიშნულება. აქ ის ვერაფერს ვერ აწყობს. გაიქცა ამერიკაში, კანადიდან, შტატებიდან, ისევ ინგლისში და ისევ ალიაქუთი და არეული ცხოვრება აქვს. აქ იმთავრდება რომანი, მაგრამ უკვე ჩვენ გავიგებთ უკვე დღევანდელი იმიდან ეს რა გმირი არის და ეს რას წარმოშობს. ჩვენ არასოდეს არ უნდა აურიოთ და დასავლური ლიტერატურაში არ შევიდეთ საბჭოური ხედვებით. და საბჭოური ხედვები ჩვენში ძალიან დიდია, დიდი დოზით არის. ეხლა როდესაც ადამიანი ყალიბდება როგორც პიროვნება, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს გარემო, საზოგადოება, სკოლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვიზრდებოდით ჩაკეტილ სივრცეში, გლობალიზაციაში არ ვიყავით, არ იყო ცნობიერების გლობალიზაცია, ინტელექტუალური გლობალიზაცია არ იყო. ეხლა არის, ასე თუ ისე. და ბუნებრივია ჩვენი აღზრდა განათლება სრულიად განსხვავდებოდა დასავლური აღზრდა განათლებისაგან. ჩვენთან იყო ტოტალური, ესე იგი, ყოვლის მომცველი მარქსისტული იდეების, ათეიზმის, მისი ფსიქოლოგიის და ყველაფრის, თუ შეიძლება მარქსისტებს ფსიქოლოგია ქონდეთ, ყველაფრის ყველა სფეროზე გავრცელება. აქედან იყო რომ არაფერი შემოქმედებითი ჩვენთან არ სრულდებოდა და იძულებული იყვნენ მოეპარათ. ხო, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ერთ-ერთი განყოფილებას დავალებული ქონდა ყველაფერი მოეპარა დასავლეთში რაც მიღწევები იყო. ესეც უცნაურია, ხო? და თავისებური მოდიფიკაციით თლათ რომ ქურდობა არ დაებრალებინათ, თავისებური ფორმა მიეცათ იმისათვის, რაც ძირითადი არის. ძირითადს მოიპარა და ფორმა შენ მისცემ, ხო? არაფერი არ იქმნებოდა, ხო მიცით? ეს მერე და მერე მოდის უკვე, როდესაც თანდათან საზღვრები ასე თუ ისე უკვე დაიცხრილა საბჭოთა ტანსაცმელი და ბევრი ნახრეტი გაუჩნდა. ბევრი ნახრეტიდან იქიდან სინათლე შემოვიდა და მთლიანად ეს მერე ჩამოშორდა. და სახეზეც მივიღეთ ჩვენ ბოლო პერიოდში გახსოვთ, როგორი ბურჟუა ინტელიგენტები ყავდა ჩვენ საბჭოთა კავშირში და როგორი სხვანაირი იყვნენ მაგალითად 30-იან წლებში. ყველას ერთნაირად ეცვა უბრალონი და მაგრამ სახეზე იყო საშინელი ადამიანები. ადამიანები, რომელსაც ეგზისტენცია არ ჰქონდათ. აი თუ რამე ადამიანურს იტყოდი, დაგიჭერდნენ. ადამიანური იყო მაგალითად და ჩაგესევდიანად ყოფილიყავი და ერთი ისე გეთქვა, იცი რა, რაღაც ესეცი ეს არ მომწონს. ეგრევე მიდიოდა დასმენა და დაგიჭერდნენ. ვითარცა სხვანაირად უკვე მოაზროვნე და მტერი, თქვათ, იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ერქვა საბჭოთა იდეოლოგია და ეს ფაქტურად რელიგიის დონეზე იყო აყვანილი. ეს იყო ისეთი რელიგიური მსოფლმხედველობა, რომ ფაქტურად იცით, ამას ეწირებოდა ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი გულწრფელად შეეწირა ამას და ამ გადასახედიდან ცოტა ტრაგიკული პიროვნებებად ჩანან ისინი, ვინც ეწირებოდნენ ამ სულელურ იდეებს, კაცობრიობის გაბედნიერებასთვის რო იბრძოდნენ, იმიტომ ამ დროს არაფერი მათ არ შეუქმნიათ, ხო? ყველაფერი მოდიოდა დასავლეთიდან. დასავლეთში იყო სწორედ იდეების აფეთქება, სხვადასხვა დაპირისპირება, სხვადასხვა მიმდინარეობების, სხვადასხვა ესთეტიკის და აკვირდით როგორი დაჯახებები არის მე-19 საუკუნეში თუნდაც ფერწერის ისტორია რო გადავხედოთ ფერწერის რა ხდება იქ, როგორი მოჯანყეები არიან, თეორეტიკოსები, მერე პრაქტიკოსები, აკადემიებს ტოვებენ, გამოდიან და ტყეში ხატავენ, დღეზე შენობიდან უკვე გარეთ გამოვიდნენ. ასეთი რამე უკვე ჩვენთან მიუღებელად ითვლებოდა.
იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს იყო სხვა გაგება იყო ადამიანის. სხვა გაგება იყო, იმიტომ რომ აღზარდეს სხვა და გამოწვრთნეს და თუ ვინმე ამას არ მიიღებდა, იმას ლიკვიდირება უკვე არ აცდებოდა. მომენტალურად გააქრობდნენ. რაღაც გარკვეული პერიოდი ასეთი დებილები საბჭოთა კავშირში მომრავლებული იყვნენ. მე ეს ისევ დაიძლია და თან ისევ მივიღეთ, აი რომ თავის განვითარებაში კომუნისტურმა პროლეტარიატმა ჩამოაყალიბა კომუნისტური ელიტა, არისტოკრატია წინ წლებში. კომუნისტური არისტოკრატია უფრო საშინელება არის და წავიდა საშინელი კორუფცია. საშინელი კორუფცია რა. ამა დაამხო ქვეყანა. და არა სხვა რამე. ესე იგი სისტემა დაიმხო. ეხლა ლაპარაკი არის რა დაინგრა საბჭოთა კავშირში. ხოცავ ლაპარაკობ დაინგრა ქართველებს ამას ისახიან. თუ ჩემი გაინტერესებთ, დაინგრა მხოლოდ შენობა. შენობაში ცხოვრობდნენ ადამიანები და შენობაში თავშესაფარი ჰქონდათ. შენობა დაინგრა, არა ადამიანებმა კი არ დაანგრიეს. თვითონ დაინგრა შენობა. ვეღარ გაუძლო. იმაში უნდა იყოს ჰარმონიაში ცნობიერება და მატერია. ისე სხვანაირად არაფერი ვერ გამოვა. ამ შემთხვევაში საბჭოთა ცნობიერების ის ფორმა, რომელი ფორმა წინედო მათ შეესატყვისებოდა ყველა აი ადამიანურ შეხედულებებს და როდესაც მოხდა ამისი ენტროპია და დაინგრა ეს სისტემა, თქვათ ეკონომიკური ეს ყველაფერი დაინგრა, არაფერი აღარ გამოვიდა, დარჩნენ ადამიანების შენობის გარეშე. აი ახლა რაც ხდება საბჭოთა სივრცეში, ეს არის ადამიანები დარჩენილი შენობის გარეშე და ცდილობენ სხვა შენობაში შეეტენონ, ან შემოიტანონ სხვისი შენობა. არაფერი არ გამოდის. პრობლემად რჩება. მაშინ რა უნდა გაკეთეს? აი რა უნდა გაკეთეს? რა გაკეთეს კომუნისტებმა? როცა დაიწყეს ახალი აუცილებლად უნდა დაიწყოს ადამიანი. იდეოლოგია აუცილებელი არის. იდეოლოგია მესმის მე როგორც გითხარით, როგორც ცუდი გაგებით, ასევე კაი გაგებით. ბიბლიაც იდეოლოგია არის. ის არის მოძღვრება აზრების შესახებ, მაგრამ აზრების სათავე ღმერთი არის. იქით კიდე იდეოლოგიას როცა ვიდა საბჭოთა კავშირში, ესეც სისტემა არის ერთობლიობა აზრებისა, სხვადასხვა თქვათ აზრებისა, რომლის ამოსავალი უმთავრესი წერტილი არის ათეიზმი. აი ასეთი დაჯგუფებები არის. ეხლა საბჭოთა კავშირში როცა აღარ არის ეს სახლი, რა სახლი უნდა ავაშენოთ ჩვენ ისეთი რომ სრულიად წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ჩემი თქვათ შინაგანში რაც მაქვს გაგება ესთეტიური ღირებულებების, ადამიანური ღირებულებების იმ შენობასთან, რომელსაც მე მიშენებ. ესე იგი, რით შეიცვალა? არაფრით. ჩანაცვლება უნდა ყოფილიყო, ან უნდა ყოფილიყო მანდ აი ეს რაც მე ვთქვი, ქრისტიანული იდეოლოგია, აუცილებლად ქრისტიანული და მასთან დაახლოებული სხვადასხვა აზრები, რომელიც ქრისტიანობიდან იღებს საფუძველს, ეს იქნებოდა ბინებისმეტყველებაში, ბიოლოგიაში, ყველა მეცნიერებაში და არის ესეთი რამე, ეს უნდა შემოსულიყო დიდი რაოდენობით ჩვენთან. ესე იგი, ბიოლოგია უნდა შემოსულიყო ისეთი ბიოლოგი მეცნიერების ნაშრომები, რომელიც ქრისტიანობაზე აფუძნებენ თავის მეცნიერებას. ასეთი კი რამდენიც კიდე იმდენია. ფიზიკოსებიც ასეთი უნდა შემოსულიყო. უნდა შემოსულიყო რელიგიაზე როცა ლაპარაკი და უნდა შემოსულიყო სწორად ისეთი გაგება აი ქრისტიანობისა, რომელიც უფრო კარგად წაგვაკითხავდა ჩვენ ბიბლიაში თავარ მოცემულ აი დედაარს და არა მღვდლების პუტუნის ხარჯზე არ უნდა ავაშენოთ ჩვენ ურთიერთობა ღმერთთან. ეს დაგვუყავს. არაფერი არ შემოვიდა, არც ესთეტიკა შემოვიდა, არაფერი. იცით რატომ არ შემოვიდა? ჩვენ ისე დროს დაგვენგრა შენობა, როცა იქაც შენობას უკვე ზანზარი გაუდის. ამიტომ გამასობრიებას წავაწყდით ჩვენ უკვე ევროპასთან და პირველი რაც შემოვიდა ეს არის გართობა. მასიური გართობა. დემოკრატია გულისხმობს იმას გავერთოთ მაქსიმალურად. და ყველაფერი ვისიამოვნოთ. ყველანაირი სიამოვნება მივიღოთ. აი რა დემოკრატიის რა გაგება არის, თქვა დასავლეთიდან გადამოღებული საქართველოში და აქაც განწირულია ადამიანის. თუ რაიმე გინდა ააშენოს ადამიანებმა და გააკეთოს, აუცილებლად არის საჭირო რას ვატარებ მე თავში. რა აზრებით დავდივარ. დღეს ახლა ძირითადად რჩებიან მემკვიდრეები საბჭოთა არისტოკრატიული კომუნისტური არისტოკრატების საბჭოთა მემკვიდრეები, შვილები, რომლებიც მანდ არიან. ამიტომ არაფერი არ გამოდის. და არც გამოვა. დრო უნდა ამას. დრო უნდა გაავიდეს. ერთი აზრი უნდა გაბატონდეს მე. დღეს რა აზრია გაბატონებული საბჭოთა კავშირში? რა მითხარით, რა არის ყოფილსავე, რა არის რუსეთში გაბატონებული? საქართველოში რა აზრი არის? საქართველოში ეს არის ერთ-ერთი აზრი მუსირებს ყველგან. გაერთიანებული საქართველო. ეს აზრი არ არის. ამას ვერ გაერთიანებს ვერავინ. აი რა არის დღეს წამყვანი იდეოლოგია საქართველოში? ვინ მეტყვის? ვიცოდეთ რა იყო ადრე. აი ახლა რა არის? მაგითად ის ადამიანი, აი რა შეიძლება იყოს, ხო? რა?
აზრების ერთობლიობა იგულისხმება. რა არის ძირითადი წამყვანი აზრი საქართველოში? მატერიალიზმი. მატერიალიზმის საფუძვეში რა არის? მართლმადიდებლობა. აი ეს არის ყველგან. და თუ ამას ვინმე ცოტა ისე დაუპირისპირდა, ეხლა დახრეტაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ იგი მაინც იცი ფსიქოლოგიურად იგი განდევნილია საზოგადოებიდან. იდევნება კაცი, რომელიც უპირისპირდება აი ამ ღირებულებებს, კრეტინულ ღირებულებებს, რომლებიც მოიაზრება იდეოლოგიების თობლიობით და ამის საფუძვეში არის მარქსიზმი, რომლის სახსენება არავის არ უნდა და ჩაანაცვლეს მართლმადიდებლობით. ეს არის ჩვენ უბედურება საქართველოში. აბა სხვა უბედურებას თქვენ ხედავთ და გადახედეთ ახლა რა ხდება? რა კორუფცია მოისპო? თქვენ გჯერათ რომ თავრობის წარმომადგენლები პატიოსნად ცხოვრობენ? მე მონკალით არ ამჯერა. ისინი კარგად შეინიღმნენ და მაგრად შეიკრეს და შეითქვეს და რასაკეთებენ კაცშვილმა არ იცის. ხო? დაბლა კი იცოცხლე, დაბლა მოსპეს ყველაფერი. დაბლა იმიტომ რომ დაბლა ჩანს. მაღლა არა ჩანს. რომ დავდგებით ჩვენ მაღალ მწვერვალთან, დაბლა ნაწილებს კარგად ხედავთ, მაგრამ ზემოთ რა ხდება არ ვიცით. იქ უნდა ავიდეთ და არ გინდათ ის გასვლა? ვინ შეახწევს იმ მწვერვალზე, სათავეში გავიგოთ იქ რა არის. ძირში კი უყურებთ ყველაფერს. დაბლა გეთანხმებით იქ ვერაფერს ვერ არის. იმ წუთში სტაცებენ ხელს, დაიჭერენ და ტრაბახობენ. კორუფცია აღარ არის, მეხთამება აღარ არის. როგორ ფიქრობთ? რას ქვია არ არის? აი ისინი რა წმინდანები ზიან სათავეში. კარგად შეინიღბნენ, კაი მაგარ ფულს აკეთებენ. ამიტომ იძახიან, აი მთავრობა რა იდეოლოგიის მატარებელია. იძახიან დემოკრატიას. ეხლა როცა იძახიან დემოკრატიის მატარებელებია, აი ეს დემოკრატია არის, თუ ცარიელი სიტყვა არ არის. მაშინ რა აზრების ჭარბობს ამ დემოკრატიაში? რა ძირითადი აზრებით მოძრაობს დემოკრატია? ხომ? ხომ? აზრები. ხო არის ერთის, მეორის, მესამე. რა არის წამყვანი ამ დემოკრატიაში? ძირითადი ფილოსოფიური, ეკონომიკური და ასე შემდეგ აზრები. ეს იცით თქვენ? მე არ ვიცი, მითხარით. მითხარით, რა აზრების მატარებელია ჩვენი მთავრობა? რასაც ტელევიზორში უყურდა გამოდენ, სულ ყველა ჩემთვის მარქსისტები არიან. ათეიზმის ქადაგება არის, მაღალი დონის ქადაგება არის პანთეიზმის და ოკულტიზმის. ნებისმიერი ადამიანი რულაპარაკობს. ნებისმიერი განცხადებულია ხო აზრები. ერთი ძირითადი აზრია, წინააღმდეგობებით სავსე. ერთი მეორეს გამორიცხავს. რა შეიცვალა ჩემომკარგებო, არაფერი. აი, როდესაც უკვე ჩვენ ახლა იმხელა ისა გვაქვს ვაკუუმი, აი საბჭოთა დაინგრა, აი ეს რამ უნდა ამოავსოს. ჩვენ ჭირდება ისეთი თაობის მოსვლა, რომლებიც აუცილებლად აზრებს საიდანღაც აიღებენ. უნდა აიღო აზრები და აზრების ერთობლიობას რო ქვია იდეოლოგია, უნდა იყოს ქვეყანაში. სახელმწიფოს ჭირდება ეგა. აი აქ არის არა მარტო დემოკრატია, ყბადაღებული ეს მართვის სისტემაა დემოკრატია, მაგრამ ფსიქოლოგიურად და ფილოსოფიურად აქ არის პლურალიზმი. ესე იგი, რას ნიშნავს პლურალიზმი, ხო იცით? ყველა აზრები დაშვებული არის. არ შეიძლება რომელიმე აზრი მოიკვეთოს. ყველა რწმენა დაშვებული ადამიანის. არ შეიძლება რომელიმე რწმენას დავესხეთ და მოკლათ. ხედავთ რა უცნაური ის არის? პლურალიზმი რას ნიშნავს? საქართველოში პლურალიზმი არის? არ არის. მანდ არის მონოაზრი არის, ერთი აზრი, ეს არის მართლმადიდებლური აზრი, რომლის განმარტებას ჯერ არავის არ უთქვია. არავინ ცხადად არ გაგვიმარტა, რას აიგულისხმება მართლმადიდებლობაში. აი ვინმე განმარტა? თქვენ განმარტავთ მაგას? განმარტონ რა არის ეს მართლმადიდებლობა? და როცა ეს განიმარტება, შევისწავლოთ რამდენად სასიცოცხლო არის და ცხოვრების უნარიანი არის ეს, რომ ამ აზრს შეუძლია ეკონომიკას აშენება, მეცნიერების, ლიტერატურის. თუ ეს აზრი ამას არ აშენებს, მაშინ ეგ იგივე მარქსიზმი არის. მარქსიზმმა აშენა ეგა? ვერაფერი ვერ შეძლო. იპარავდა ყველაფერს დასავლეთიდან. ესეც ესია რა. იპარავს ყველაფერს დასავლეთიდან, ჩაცმაგინა, დახურვაგინა, არქიტექტურა გინა, სულ ყველაფერი დასავლეთიდან არის მოპარული და ეს დამპალი აზრები რა ჯანდაბათმი და ეს სისულელე აზრი, რომელიც არის, თქვათ, აი მართლმადიდებლური აზრი, რომელიც ვერავინ ვერ მეუნება ბოლოს და ბოლოს რა არის, რა ჯანდაბაა ეს მართლმადიდებლური აზრი. რა არის ხალხო ეგ? მე კი ვიცი რა არის. ეს არის სწორედ აი ეს, ხედავთ? აი ეს ერთობლიობა, ერში არსებული, როგორც აი წარსულიდან, ნასაცხები გადმოცემული ტრადიციებს რო ეწევდა, აი ეს იმათი ყველაფერს ეს ერთობლიობა ეთნოსის
ტრადიციების ერთობლიობა არის მართლმადიდებლობა. და ამით ახლა პროგრესი არ იქნება. ეკონომიკა მაგ აზრებით არ აყვავდება. როგორ გეკადრებათ? ტოტალური აზრი ყოფილიყო საფრანგეთში გაბატონებული, იმპრესიონისტები არ მოვიდოდნენ და არც პოსტიმპრესიონისტები, არც კუბისტები და ასე შემდეგ. იყო ბრძოლა მიდიოდა რა, სრული თავისუფლება იყო. მაგრამ მე სახელმწიფოც ისეთი მოდის მე დემოკრატიული ფორმა მართლობისა, რომ დემოკრატიული ფორმა რას გულისხმობს? ყველა ადამიანს უფლება აქვს მოახდინოს თავისი რეალიზაცია. კრიმინალსაც კი. კრიმინალმაც უნდა მოახდინოს თავისი რეალიზაცია, დაიწყოს კრიმინალი და მას უპირისპირდება პოლიცია. მაგრამ ის თავის ზონაში უნდა იყოს. ის არ უნდა მეტაკოს მე. გამიგეთ? აი ეს არის დემოკრატია. თუ დემოკრატიაში თქვენ გონიათ რომ არ არის კრიმინალები, ძალიან ცდებით. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის კრიმინალები. და აქვს უფლება ყოფნის. ვერავინ მას ვერ დაიჭერს, იმიტომ რომ კრიმინალია. დაიჭერენ ფაქტზე, როდესაც იგი გაცდება თავის ზონას და წონასწორობიდან გამოვა და დისჰარმონია შეიტანს ზოგად საზოგადოებაში. აი მაშინ ხდება მისი ლიკვიდაცია. ისე არა. და ეხლა მე მაინტერესებს მანდრუარი დემოკრატია. რას გულისხმობს დემოკრატია? ყველას დაჭერას? ადგა სააკაშვილმა ყველა დაიჭირა. ეს არ არის სწორი. არაფრით არ შეიძლება სულ ყველა ციხეში იჯდეს. არაფრით არ შეიძლება. ეგ იგივეა რაც კომუნისტები აკეთებდნენ. ამით კიდე კრიმინალს ვერ აღგავა. დემოკრატია ეს უკვე აღარ არის. ეს არის დიქტატურა. გამიგეთ რატო ეძახიან სააკაშვილის დიქტატორს? მე კი ვიცი თვითონ თუ იციან. თუ არ იცი ფილოსოფიის საფუძვლები როგორ შეგიძლია უწოდო კაც დიქტატურა? განმემართე რატო არის დიქტატორი? ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე იძახო შეასეთო შეისეთო. ჩვენ იქიდან დავიწყეთ და შორის გავედით აი ამ ფილმიდან უფრო სწორია ფორსაიტები გავერთე მე მწერლის შემოქმედება რითი ხელმძღვანელობს მწერალი, როდესაც რაიმეს წერს. და საინტერესოა მაგით არის მე თქვა დღეს აი რამე შეიცვალა, როგორ არის აი როგორი ტრაგიკული არის ადამიანის ბედი, მთელი ოჯახის ისტორია, რომლებიც არიან გაუცხოებულები, შეჯიბრი რო არის. აი არის კაპიტალიზმის საინტერესო რამეც რა, მანდ არის თემური წყობა, თემური ცხოვრება, თემური ესე იგი აფშინა, აი თემური, თემები ხო იცით როგორ აი ტომებივით რო არიან. ეს არის ოჯახი, რომლებიც ერთმანეთში იკრიბებიან, მაგრამ საოცრად კონკურენტუნარიანი არიან ერთმანეთის მიმართ. ეჯიბრებიან ერთმანეთს და წინ მედის ცხოვრება. ეჯიბრებიან. ნათესაობა არაფერში არ არის. არც დაგეხმარები, შენ უნდა გაიტანო შენის. ისინი ერთმანეთს არ ეხმარებიან. სოციალიზმი კიდე რატო აკრიტიკებს მაგას? ეს არ არის კარგი რაღაცა, გავერთიან და ყველას დაურიგოთ. აი სოციალისტური იდეების მატარებელი ერთ-ერთი გმირი არის მანდ. და საშიშროება დაემუქრა ინგლისის სოციალიზმის შემოსვლისა, მაგრამ გადარჩა ევროპა, იცით ეგ თქვენ. გადარჩა. განიდევენ ფოგარტიზმი და თელი რიგი რაღაცები, არა, ფოგარტიზმი იგივე მარქსიზმია, ხო სხვა კუთხით დანახული. ლეიბორისტების ის არის ეგა და მუშებზე ზრუნვა და არიქა ეს არის სისულელე. რაც უნდა იზრუნო მუშაზე, მუშა მაინც მუშა დარჩება. ეს ღმერთის საკითხები არის და ვერ მოაწესრიგებ ქვეყანას ისე რომ არ იყოს ღატაკი ადამიანი. ვერასოდეს ვერ მოაწესრიგებ. ეს არის წყლის ნაყვა. დიდებულია აზრი იესოსი, გავითვალისწინოთ სამყაროს შესახებ და მოეწყობა თუ არა ქვეყანა ისეთი დედამიწაზე, რომ ყველა იყოს ბედნიერი. ქრისტემ გითხრა, არა. ყოველ შემთხვევაში ქრისტეს გარეშე არა. უნდა მოხდეს ამ სახლის ტრანსფორმაცია, რომელსაც დედამიწა ქვია. თუ ეს ტრანსფორმირებული არ მოხდა, ჩვენ ბედნიერებას ვერ დავამყარებთ. ტრანსფორმაცია ნიშნავს მთლიანად ძირეული ცვლილება იმ ვიტალური პროცესებზე, რაც დღეს დედამიწაზე არის. როგორი პროცესებია დღეს? ანტი-პროცესებია. ანტი-სასიცოცხლო პროცესები მიდის, რომელიც ემუქრება არა მარტო მატერიას, რაც აისახება თქვათ ენტროპიაში, არამედ ადამიანსაც. ამის ტრანსფორმაციის ფუძემდებელი და შემომქმედი არის მაცხოვარი, რომელიც მეორეთ მოსვლის დროს ჩაატარებს ამ ოპერაციას. ზუსტად ისეც იდეოლოგიას მოიტანს, აღზრდის ახალ ადამიანს, შეცვლის დედამიწას და იქნება ცხოვრება ულამაზესი, რომელსაც მიელტვდნენ მთელი აი ანტიკური ეპოქიდან აღიღებ მართლას უამრავი მოაზროვნეები და ესთეტიკოსები. ყველას უნდა ეს სილამაზე. აი როგორ სილამაზეს უყურებს, რას მიელტვის და რა სილამაზე არის ეს სილამაზე, რომელიც ჩვენ წინ დევს. ეს ქრისტეს თვალებით სილამაზე არ არის. ეს არის სილამაზის სუროგაციული ფორმა, რომელსაც ენტროპია აქვს შეპარული და სუნი აზრის. ამ სულს ჩვენ ვერ გრძნობთ, გრძნობს ქრისტე.
ქრისტესთვის ეს სამყარო ლამაზი არ არის. ეს არის დაბრეცილი სამყარო. სამყარო რომ ლამაზი იყოს, მეორეთ მოსვლა არ იქნება საჭირო. ადამიანი რომ ლამაზი და გონიერი იყოს, არც ჯვარზე მოხდებოდა გაკვრა. ესე იგი, ღმერთის თვალებიდან სამყარო დაავადებული არის. დაავადებული სამყაროში არის საშინელება, ტკივილები და ადამიანი ღმერთის გარეშე ცდილობს სულ მუდამ ყველაფერი მოაწესრიგოს. არაფერი არ გამოვიდა. რაც კი ჩვენ მეხსიერება გვაქვს და ვიცნობთ ისტორიას, გარიჟრაჟიდან მოყოლებული ავიღოთ, დღემდე მილიონი მცდელობა იყო საზოგადოების მოწყობისა, ისე რომ საზოგადოებაში არ ყოფილიყო გაუბედურებული ადამიანი. აბა მითხარით, ვინმე გააკეთა ეგა და ვერც ვერავინ ვერ გააკეთებს. რა უნდა გავაკეთოთ ამიტომ? ხელი ავიღოთ აი ესეთი ფილოსოფიური იდეებითა და რაღაცა ფანატიზმით გაკეთილშობილება, სხვისი გაკეთილშობილებაზე ხელი უნდა ავიღოთ. ხელი უნდა აიღოს მთავრობამ, სახელმწიფომ ისეთი იდეებისაგან ხელი უნდა აიღოს, რომელიც არის იცი ყველაფერს მე გავაკეთებ, გავაბედნიერებ ყველა. საერთოდ საქართველოს უეკივილია. უნდა გაჩერდე, შენ უნდა მართო. ჯოგი რო ხრამში არ გადაიჩახოს, მართვა გიწევს და არა დაპირებები. შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ვინ გააკეთა რამე, მითხარით? ამიტომ არის პიროვნება, რომელიც მოდის დაპირებებით, საშინელი პიროვნება. მარქსისტები ესეთი იყვნენ, კომუნიზმს პირდებოდნენ. ისინი ისე შეაცდინა სატანამ, რომ ეგონათ, რომ ადამიანი შეიძლება აღიზარდოს, გავზარდოთ ადამიანი, გამოწვთნათ და გავაკეთილშობილოთ. მოკლედ, იმთავით ვერ წმენა ქონდათ, რომ ადამიანი არის კეთილი. თუ გაბოროტებული ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ გარემოა ცუდი, ეტაკნენ და გარემოს დანგრევა დაიწყეს. ხო, აი დააკვირდით, სულ ისტორია, აი კაცობრიობის ისტორია არის გარემოს ნგრევის ისტორია. ადამიანის ნგრევის არ არის. ამ გარემოს ნგრევას ეწირებოდა ადამიანები, რაც ომით აისახება. ისე კი თუ გახსოვთ, მიზანი იყო ყოველთვის გარემოს შეცვლა. ეხლა საქართველოში გარემოს შეცვლაზეა ჩალიჩი. რუსეთშიც, დასავლეთშიც. მოდელებად ეხლა საქართველოს აღებულია დასავლეთი. ამ დროს დასავლეთს თავის პრობლემა აქვს. აგერ ჯონ გულუზურთის რომანი წინგვიტევს, რომელიც იწყებს მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე თითქმის 26 წელი. აბა შეისწავლეთ ეს. რა სევდის მომგვრელია ყველაფერი. ყველაფერი მთავრდება სიკვდილით, სულ ყველა კვდება. ბიბლიურია მოტივი ის, რომ ბიბლიაში მთელი რიგი თავები იცით ალბათ მე-4 ეს სასაფლაოზე გასეირნება უწოდება თავის დროზე მაგიმ. მართლაც სასაფლაოზე გვასეირნებს, რატომ არის ის თავები. აი ამდენი იცოცხლა მოკვდა, ესე მთავრდება სულ. ასევე ფორსაიტების ჩვენ თვალწინ ჩაივლის სულ ყველა გარდაიცვლება. სულ ყველა. და მასთან ერთად რაღაცნაირი სევდა დაისადგურებს ჩვენში. კვდებიან ზოგი ისე, რომ საერთოდ ვერ გაიგეს რისთვის ცხოვრობენ. საწყალის სვამსი ბოლოს დადის საფლავზე და ეძებს საფლავის ფილას, ზომას და საფლავს იშენებს. წინ და წინ. ზრუნავს საფლავზე. ეს ქრისტიანული სოფხედუდან იმდენად სასაცილოა, მეტი რომ არ შეიძლება, თუმცა ვერ გაიცინებ, ხო? ქრისტიანული ცნობიერებიდან ეს არის აბსურდი. საფლავის ძებნა, ესე იგი, რა ფსიქოლოგია ეს, რომ იქ თითქოს იცი რა, დაისვენებ იქ. იქ ჩვენ ქრისტიანების ევანგელისტური სოფხედულობის თანახმად ადამიანი მოგეხსენებათ, იქ არ არის. იქ არის ენტროფირებული სხეული, გააღწნილი, გვამატქცეული, რომელიც 25 წლის მერე ფერფლად და მიწად იქცევა. აზრი არ აქვს იქ დამარხვას. გამიგეთ, ქრისტიანობამ სხვა რაღაცა შემოიტანა, სხვა გაგება შემოგვიტანა, მერე უკვე ქრისტემ ახლებურად აღორძინებულ ადამიანზე გველაპარაკება, განახნებულზე, დაბადებულზე. ამიტომ არის იგი ახალი აღთქმა. ახალი აღთქმა ეკუთვნის გაცოცხლებულ ადამიანს. რა აღთქმა დაიდო? აი, რაც აღწერილი არის ებრაელებში და ასე შემდეგ. ძველი აღთქმაში რა აღთქმა დადო ღმერთმა? რომ სანამ მე მოვალ, ეს შეასრულეთ. როცა მე მოვალ, ახალ აღთქმას დავდებ. მოვიდა 2000 წლის უკან და ცოტა მეტის უკან მოვიდა და დაგვიდო ახალი აღთქმა. გააუქმა ძველი და ამუშავდა ახალი. ის ახალი გაცილებით თვისებრივად ახალი, იმიტომ არის რომ გაბედნიერდა მართლაც ადამიანი. ძველი აღთქმით ადამიანი ვერ გაბედნიერდება. ახალი აღთქმა გულისხმობს ახალი ადამიანის წარმოშობას და დამიჯერეთ, ვინც ეს იგზნო, ის მართლა ბედნიერია. ძველი აღთქმა არ გულისხმობდა ადამიანის გაცოცხლებას. ძველი აღთქმა გულისხმობდა რწმენაში დარჩენას, გარდაცვალებას და მერე იმედით აღდგომას. ახალი აღთქმა კი უცნაური არის,
როგორი სიცოცხლის უნარიანია. ახალი ადამიანი წარმოშობა ხდება ძველ გვამში. ეს მანამდე არ ნახული რამ იყო ისტორიაში. აი რა არ უნდათ მიიღოთ ძალიან ბევრმა და რელიგიის სექტატები რატო წარმოიშვა. და ვინც რჩება ამაში, ცოტანი არიან და მართლაც ქრისტემ გითხრა, ცოტანი დარჩებიან, ვინც ამას მიიღებს. და გახსოვთ ალბათ რამდენმა აღარ მოусმინა, აი იოანე გადმოგცემს, როდესაც ის სწორედ ახალი აღთქმის პრინციპებს აყალიბებს და იმდენად გაუგებარი იყო უდიდესი უმრავლესობისათვის, რომ მოიხედა ქრისტემ და 12 კაცი შერჩა მარტო, დანარჩენება მიატოვა. მაგრამ ძველი აღთქმის დროს არავინ არ ტოვებდა არავის. ლევიტელებთან იყო სულ ყველა. მე ვიხრები ახალი აღთქმისკენ, რატომ? განარჩემიძლია მე ძველ აღთქმაში ვიყო, მაგრამ მან გააუქმა ის. თუ გააუქმა, იგი არ ამუშავდება. გამიგეთ რატომ არ იმიდა მე ძველ აღთქმაში დარჩენა. ძალიან ადვილია შევასრულო ძველი აღთქმა. უფრო ადვილი ვიდრე ახალი აღთქმა. ახალი აღთქმა არის იმიტომ ძნელი, რომ ჩემში უნდა მოხდეს კოპულაცია სულიწმინდისა და ჩემში არსებული რაღაც ორგანოსი, მე არ ვიცი რისი და ამ კოპულაციისა და აი კოიტიუსის შედეგად უნდა წარმოიშვას ჩემში ახალი ადამიანი. სახეზე არის სულიერი ეროტიული კავშირი, რაც მოხდა სულიწმინდისა და მარიამს შორის. აი ამის გაგება ხო უფრო ძნელი არის და ძალიან ადვილია იმაში დარჩენა. მაგრამ ქრისტემ გითხრა, ის გავაუქმე, იმიტომ რომ აღვასრულე. აი რატომ გააუქმა? აღასრულა. ჩვენ არ დაგვიტოვა, იმიტომ რომ ვერ შევასრულებდით და იმაში დარჩენა სიკვდილის თვალფასი იყო. სანამ ქრისტე არ იყო განსხეულებული, მანამდე პირდაპირი მოვალეობა იყო ყველასთვის, ვინც მიიღებდა ბიბლიურ ღმერთს, შეესრულებინათ ის, რაც იყო მოწოდებული. მეორე ჯურის კანონი, ლევიტელები, იგივე მღვდელი და ზუსტად ისევე უნდა შეესრულებინათ, ზუსტად ისევე. არანაირად დამატებებით. და როდესაც მაცხოვარი მოდის და ამას აღასრულებს, იმიტომ რომ ახალი აღთქმა უნდა დაიდოს და ეს ახალი აღთქმა უკვე ჩვენ გულში, ტვინში არის ჩაწერილი, იმიტომ რომ ახალი ადამიანის წარმოშობას უკავშირდება, ეს იმდენად უცნაური და სასწაულებრივი ამბავია, ამის დაჯერება ადამიანს არ უნდა, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან გაუგებარია. ის გასაგებია, მოდიხარ, მღვდელი არის, ანგარიშ ჩააბარებ, დღეს ეს გავაშავე, ხო აღარ გააკეთვა, ეხლა ილოცე, აი ეს ჯარიმები ლოცვა, ძველ აღთქმაში ჯარიმები იყო. ახალ აღთქმაში ლოცვა სიხარულია და არა ჯარიმები. ახალ აღთქმით რით არის კიდე კარგი მეგობრებო? ეს ახალი ადამიანის მოთხოვნილება ურთიერთობა ღმერთთან, მამასთან და მამასთან ჯარიმებისთვის არ მიდიან. გამიგეთ? აი ამას რო ვერ გაიგებს ადამიანი, ის ჩემის აზრით საცოტავი არის. და ახლა საქართველოსზე ლაპარაკი არ არის, მე დასავლეთზეც შემეძლია ვილაპარაკო. წარმოიდგინეთ, გოლსუორცსაც კი ასე არ ესმის და ის რაც გაბატონებული არის მე-19 საუკუნის ინგლისის სახელმწიფო რელიგიაში, ის როგორც გოლსუორცის, ისე ჩემთვისაც მეუღებელი არის. ეხლა ის საშინელება, ცინიზმი, ბურტყუნი, მამაძაღლობა, მაიმუნა, მაგრამ მაგ დროს ღმერთმა გაუშვა ესეთი ხალხი, როგორიც იყო სპერჯენი და ასე შემდეგ, იყო კიდე ბევრი ხალხი. რატომღაც ისინი ალბათ ერთეულებისთვის იყვნენ, ხო, იმართებოდა ლექციები ქუჩაში. 50-იანი წლებია, მე-19 საუკუნის 60-იანი, 70-იანი და ქუჩაში უამრავი 5,000, 10,000 კაცი ესწრება ახალი აღთქმის თანამედროვე ცნობიერების მორგებას, აი თანამედროვე ცნობიერებას რო გააგებინო, თორე ისე რა უნდა თქვა სპერჯენმა ისეთი, რაც არ უთქვია პავლეს და რაც არ წერია იქ. მაგრამ ამ ჯოგს ათეიზმი როა გაბატონებული, ეს უნდა მიაწოდო. ინგლისი იმით იყო კარგი, რომ ასეთ ადამიანებს არ დაძდებდნენ და არ იჭერდნენ. და ღმერთმა იმუშავა. მერე გადავიდა იქ და გაიფანტა. ახალი აღთქმის მერე ქრისტეს უпроსტორია თქვა, ქრისტეს ამაღლების მერე დაიწყო ახალი ერა. ეს ერა იყო ესეთი, პლანეტა გახდა ეკლესია. აღარ არის ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც შეხვალ იქა, დააჭობ ჯვარს, ააშენებ, დააყურებ, არა, ახალი ერა დაიწყო ეს. წელთაღრიცხვამაც დაადასტურა, ქრისტემ შემოაბრუნა ყველაფერი ეს და აბსოლუტურად სულ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. და რა პროგრესიც დღეს ჩვენთან არის თუ არის პროგრესი, რაც დაიწყო ქრისტეს მოსვლის მერე დაიწყო ყველაფერი, ეს ყველაფერი ქრისტეს ამსახურებაა. რა ტექნიკური მიღწევებით ტრაბახობთ ხო თქვენ, გახსოვდეთ ეს ქრისტეს ცნობიერების დამსახურება. ის მუშაობს ყველაფერი ამაში და მიღწევები როგორც მუსიკაში, ლიტერატურაში, თუ რაიმე ჩვენ გვხიბლავს, ყველაფერი მის სახელს უკავშირდება.
ხიბლავს კი ძალიან ბევრი რაღაცეები. ხომ? თუ რაიმე ძვირფასი შექმნილა, მოდით თქვით რომ მის სახელს არ უკავშირდება. აი ეს არის ახალი აღთქმის ფუნდამენტალური გაგება და რა ძნელია ხედავთ მეგობრებო, რატომ არ უნდა ადამიანს ეს გაიგოს? ძველი აღთქმა, აი საქართველოს ნახე, ძველი აღთქმა. მართლმადიდებლური, ნაციონალური, ქართული, ჩოხა, თავზე ტყალაპანი, მიედი მღვდელთან, ხატთან, მკვდარი მოკვდება, მოიყვანე მღვდელი, 1-2 წაიპუტუნე, თუ რაიმე დააშავე ისეთი, მეაგერან მღვდელთან ახსარება თქვი, წაამოდი ისე, გააგრძელე ისე ცხოვრება. თუ ამას შენ დაუპირისპირდი, ცოტა სხვანაირად, ეს როგორ შევილება. და სახეზეა ნაყოფი თქვენ, ნაყოფი. ხე ნაყოფით იცნობა. არ უნდა ადამიანს დაბადება და ქრისტემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანი მართლაც ხელახლა დაბადებულიყო. როდესაც ესეთი დამოკიდებულება ღმერთთან, აი ესეთი აღებმიცემობის, ესეთი სამოთხეის შესვლას მე მგონი არც ჯონ გოლდზორთი ინატრებდა. იმიტომ აკრიტიკებდა მაგას მარქსი, იმიტომ აკრიტიკებდა ლენინი, იმიტომ აკრიტიკებდა ნიჩზე, ჰეგელი, ფოიერბახი. რატომ აკრიტიკებდა ვერ ხვდებით? აი რასაც მე უყურებ მართლმადიდებლობას. როგორ შეიძლება მართლმადიდებელი მღვდლის გადამკიდე, აი რაც ხდება შიოლაშვილის გადამკიდე, სამოთხეში წავიდეს ხალხი კაცო. ეგ როგორ შეიძლება? და კომუნისტების კრიტიკა ეკლესიამ 100%-ით მართალი იყვნენ. ისინი აკრიტიკებდნენ მის წინ არსებულ ეკლესიას და მღვდლებს, რომელიც ხალხს ჩაგრავდა და ატყავებდა. 100%-ით მართლები იყვნენ. მაგრამ არ იყვნენ მართლები იმაში, რომ ისე განაზოგადეს ეს, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გამოაცხადეს ის, რომ თქვენს ღმერთი არ არის. აი ამაში შეცდნენ ისინი. და სახეზეც არის. რას ქვია ღმერთი არ არის? ესე იგი, რამ გაიძულა რომ ეს გათქმევინა? შენ წინ არსებულმა რელიგიურმა შეხედულებებმა და პრაქტიკამ. ამათი გადამკიდე ათეისტი გახდები, მაგრამ რო ხედავ როგორ არიან, ჭამენ, სვამენ, ქირქილობენ, ცინიზმში არიან. ჯერ საზოგადოება, ჯერ კიდე ზოგ-ზოგიერთი ვიც დაახლოებულია მღვდელთან, იმას ხო ვერ გააგონებ ღმერთს. იმას ვერ გააგონებ. თითქოს ბლატები აქვს ჩაწყობილი ზოგიერთებს მღვდელი ერთი მითხარი არის, არა კაც ვარ დაიჯერო, ჯოგს არ ვეტყვი, მაგრამ შენ გეუნებ შენ. და ეს ცინიკოსები, სახეზე არის ჩვენი ინტელიგენტები. რატო არიან ესე ცინიკოსები? და აგერ რიგითი ფანატიკოსი მართლმადიდებელი. აი მას როგორ ჯერა? რატო არ ჯერა თქვა ლაშა ბუღაძეს? იმიტომ რომ ის მღვდელმა უთხრა, ჩაწყობით ბლატით არ დაიჯეროთ ამათ ვაშტერებთ. იმიტომ რომ თავრობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ისეთ დონეზე, როგორც ჯოგი არის. არა პირიქით. ხედავთ? აქედანაც ჩანს ეს. იმათ განუცხადა. ჩაწყობით, ნათესაობით. მანდაც ხო არის ნათესაობ მღვდლები, ჩემი ნაცე ერთი მითხარი რა ძმაკაცით. მე რომ მითხარ რა პიროვნება, მე რომ ელაპარაკებოდა გითხარით ბევრჯერ და მე კი არ დამიჯერა. შენ ვინახარო? აი მღვდელი ჩემი ძმაკაცია. იმან მითხარა, არ დაიჯერო სისულელია. ესე იგი, მე რო ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? მღვდელმა უფრო იცის. ნახეთ? იმ მღვდელმა მაგას უთხრა, მე კი არ მეტყოდა. მე არ მეტყოდა მაგას. აი ჩაწყობით იმას უთხრა, ხო ჩაწყობა არის, ეს ნაცნობი, იმიტომ არის რომ რასაც აკეთებს არ მომატყუო მე და ეს მოატყუე. რელიგიური ჩაწყობა მანდ არ არის? ამიტომ რატომ არის ესეთი ცინიზმი ელიტარულ წრეში? მაგალითად ნათელაშვილი. ნათელაშვილი ხო წარამარა დღეებს გვილოცავს. მაგასაც აყავს მღვდელი რომელიც ეტყვის არ დაიჯერო. თორე რა ეტყობა ნათელაშვილს რომ რელიგიური პიროვნება. მითხარით რა ეტყობა? საშინელი მატერიალისტი კაცი არის. ლაპარაკით, ქმედებებით, ყველაფრით დახარბებული ნივთებს. სახეზე არის ეს. და ჯოგს როგორ ატყუებენ? ჯოგი ჩაწყობით არის ეგა, ხო? როგორც ხდება თამაშებში ჩაწყობით, აი ბრიყვი ყოველთვის მოტყუებულია, ის კიდე ასე იყო საბჭოთა კავშირში. შეხვიდოდი მაღაზიაში, შენთვის არაფერი არ იყო, შემოვიდოდა ვიღაცა, გაიყვანდნენ საწყობში, გამოიტანდა შეხულს, წავიდოდა. არ იყო ესე? ეს ყველაფერში ვრცელდებოდა. რატომ არ გავრცელდებოდა რელიგიაში? აბა, მეგობრებო, მარტივ კითხვას დავსვამ. რატომ არის ელიტა ასეთი ცინიზმით სავსე მღვდლების მიმართ? რელიგიის მიმართ. იმიტომ რომ მათ უთხრეს, არ არის რა, არ დაიჯერო. მაგას დამაჯერებ, ახლა შიალაშვილი ეტყოდა სააკაშვილს, რომ ჯერა არის და დაბადება და თელი ამბავი და ეს კაცი ასე არის, მე მაგას ვერ დავიჯერებ. ემანაც გაიგო, არა კაცო ესე გიგებ, ერთი არა ის არა, მოიცა რა ერთი. ჩვენ ეს არ თქვათ. როგორც ძალიან ბევრი ბოლოს კომუნისტები პარტიაში არა მართლა გჯერა, რომ მარქსი რაღაც ლენინი და რაღაც იდეები ერთმა თქვა. ასე თქვა. და ეს ვიგინდა რა, იჯდა ძალიან დიდხანს სათავეში. შენ მართლა გჯერა, აი იმიტომ კი არა ვარ, რომ ეს დავიჯეროთ, იმიტომ რომ ვიცხოვროთ.
ჩვენ იმიტომ კი არ გვიჯერა, რომ ღმერთი არის, იტყვის რომელიღაცა მღვდლები მან საქართველოში. იმიტომ რომ ვიცხოვროთ. ხო ცხოვრობენ. და აი ამ ხრივ დასავლეთით ცოტა განსხვავებული ქვეყანა არის, მეგობრებო, იცით? ჩვენ ახლა უცებ ვისკუპეთ მოვადინეთ ტყაპანი იმეებში, ვითომ დასავლეთი დემოკრატია გაგებაში არის და მივექანებით. საერთკენ მივექანებით. ყველაზე კაი ვარიანტი მოვატრიალოთ ახლა და ახლა რუსეთს შევეტენოთ ისევ. ეგ რა ბრძოლა ახლა? ეს ბრძოლა რა დღეს საქართველოში ეს არის რა არის? რუსეთისკენ თუ ისევ ესე დავრჩეთ. იგიც წასვლაზე ზღაპარი არის. ეგ საკითხი სააკაშვილმა დაამთავრა. არც ევროპაში შესვლაზე ლაპარაკი, არც ნატო არაფერი. დამთავრდა. სააკაშვილის ეპოქა კრახით დამთავრდა. ევროპაში ამ კაცმა ვერ შეგვიყვანა. დაამთავრდა. თუ ამან ვერ შეგვიყვანა 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ვერავინ ვერ შეგვიყვას ვიც ამიდან მოვიდეს. ამან ვერ გააკეთა ეგა. ეს იყო მაინც ასე თუ ისე ეს გუნდი, უცებ ახალი ტალღა რაღაცა ყველაფერი და აი ვერ გავძვერით. ეხლა უკან დააბრუნდით, ბუქსაობთ. სააკაშვილის მთავრობა გავს იმ მანქანას, რომელიც ტალახში ჩავარდა ძალიან დიდხანს წვალობს იქიდან ამოსვლას. აი ეგ არის მართვა. აი ახლა მოვლენ ტიპები და მაგ მანქანას ამოიყვანენ. და მანქანას აიწავა. ვნახოთ აგერ. ხო, ეს მაგის ბრალია მეგობრებო, იდეოლოგია. ხო, დიდი უმრავლესობა ქართველებისა დაარჩნენ ისეთი ბოგანო, როგორც ინტელიგენტები, ისე პროლეტარები და გაუთავებელი ამ საქართველოს რაღაცა კრეტინული აზრებით წინ ვერ მიდიან. დაბორკილები არიან. მოტრიალდებიან ისე და ისევ შეეტენებიან ამ რუსეთისკენ წავა ის საით უნდა წავიდეს ახლა ივანიშვილი ახლა საით უნდა წავიდეს მითხარით ამ აზრებით და არაფერი ნათესაური ივანიშვილის დასავლეთის აზრები არაფერი. კაცი ახლა შეკაიფებულია ფროიდიზმი, რა დროს ფროიდიზმი არის და რა დროს ის არის კრეტინიზმი. ამას რო ეთქვა ევანგელიზმი ვარ, რაღაცა ბიბლია, ღმერთი, ეს იქნებოდა პირველი კაცი. აი ამას რო ეთქვა, რომ იცი რა, ხალხო ბიბლია წავიკითხა და რა კაი რაღაცა ყოფილა ესა და ევროპაში ამით თუ შევალთ. თან ფულიანი ხარ. ეს მოდის ახლა რაღაცა სისულელეებით და ახლა ამ სისულელეებით მეგობრებო, საერთოდ ფსიქოანალიზმი, მარქსიზმის ესეთი მოდიფიცირებული ვარიანტი არის, რო იცოდეთ. ძალიან მჭიდრო კავშირში, სხვათა შორის ამ შეერიგებას და შეერთებას ცდილობდა მარქსიზმი და იმის ფსიქოანალიზას სარტრი. აქვს კიდევაც ერთი ნაშრომი. ფროიდიც მატერიალისტი იყო, იცით ეგა, მაღალი დონის და ფსიქოანალიზი, ამით რაბახი ახლა, ეს დაბალი დონი ხარ, ეს მარქსიზმი ქადაგებ. არ მოსულა ეს ახალი საქართველოსთვის ახალი, თორე ეს ახალი არაფერი არ არის. პიროვნება არ მოსულა, არ გამოჩნდა ისეთი, სამწუხაროდ ფული კი აქვს, მაგრამ ტვინი არ გააჩნდა. ევანგელისტური ტვინი არ აქვს მას, გააოცოს და რაღაცა ბიბლიიდან გაუნათეს თავი და ამიტომ იბჟუტურა ბევრი სისულელეები ახლა. ეს ახლა არც ის არის, არც ეს არის და საერთოდ უკანწასული პიროვნება ამ ხრივ. ამიტომ იქნება ესეთი პიროვნებები, ვინც გამოყენებული იქნებიან ასარევად და ასარევად და ესე ვიტრიალეთ სულ მუდამ ჩვენ რა ესე რა. აი ამიტომ ვიძახე ეს რელიგია, რომელიც დღეს საქართველოში ლამის სახელმწიფო დონეზე არის აყვანილი, ლამის კი არა, მე მგონი სახელმწიფო დონეზე არის. ეს თუ არ გადააგდო ქართველმა, ამით ახლა ვერც აზრის სიახლეში არ არსებობს ადამიანი, მან დაიბადოს, გამი რაღაცა ახალი თქვას რა. არ არსებობს. ჯერ ახალს ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. ახალი დიდი ხანია ნათქვამია და ახლების ის უნდა რა, მაგის გათავისება და გაშინაგანება და სხვათა შორის, თუ ადამიანი არ დაიბადა, ის ვერაფერს ვერ შექმნის. და თან როგორ უნდა შექმნას, იცით? დააბადებულმა ადამიანმა იცის, რომ აქ დროებით ცხოვრობს. განსხვავება ეს არის ახალდაბადებულ ადამიანსა და მკვდარ ადამიანს. ახალი დაბადებული ადამიანი ევანგელისტი რო არის, მან იცის, რომ აი აქ სადაც არის, ის დროებით არის, დროებით. და დროებით ადამიანი რო ცხოვრობს, იცი, ის უფრო კარგად ცხოვრობს და რაღაცა ფესვებით არ ადგას რა მიწაში და არ ეომება არავის. განსხვავება ეს არის. მაგ დროს ახლა როდესაც ეს ლიტერატურული ნაწარმოები თქვა აკრიტიკებს თავის ეპოქას, ხო, მიმდინარე პროცესებს უკვე თან როგორ იცვლება ეს დრომოჭმული ისენი, იღუპება ეს, დავიწყებას ეცემა ეს მთელი ეს ფორსაიტების საგვარულო, რომელიც სიმბოლოა ინგლისის იმპერიისა და ფაქტურად მიანიშნა ინგლისური იმპერიის დასასრულისკენ. მართლაც მოხდა ხო დეკოლონიზაცია მოხდა ბრიტანეთისა და საერთოდ ბრიტანეთს ჩავათა აქ საქმე ახლა. დღევანდელი ბრიტანეთი არის გაუბედურებული, ხო? ეს არის თავშესაფარი მსოფლიოს მილიარდელებისა. თუ ვინმე ფული სადმე იშოვა, ყველა მათ შევარდა. და რა თქმა უნდა, ცხოვრება ძვირი იქნება. ქვეყანაში რომ ბევრი ფულიანი შევა იქა, სხვადასხვა ცხოვრებას გააძვირებენ და იღუპება მანდ ვენა ღატაკი.
აბა ძვირი რატო უნდა იყოს მან ცხოვრება? თუ სადმე ფული გააკეთა ვინმე, ყველა მათ შევიდა. ხო, და ეს არის თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში წურბელების, აი ნაშოვნი ფული, გაექცეულები და ლონდონ შეფარებულები. რუსეთიდანაც მათ შედურთეს თავი, არაბეთის ქვეყნებიდან მან დურთეს თავი და საქართველოსდანაც მან დურთავენ თავს ალბათ, ხო და ბუნებრივი ახლა ესეთი ქვეყანა ტყავი გაძვრება. ასეთი ადამიანები არ უნდა მიიღოს ქვეყანამ. არ უნდა მიიღოს. რომ გაატყოვებ შენ ქვეყანას და ჩემთან მოხვალ. ეგ არ არის წად დააბრუნდი და დაუბრუნე ფული იმ ხალხს. ხო, ბერეზოვსკიმ რუსეთი გაატყავა შეიფარეს. არ არის სწორი. ასე იყო პატარკაციშვილიც. სწორი ეგა? ნახეთ საითკენ მიდის ეგა, როდის დაფიქსირდა ეგ პრობლემები ინგლისურ ლიტერატურაში და საბოლოო ჯამში ბიბლია ახლა უკეთეს გვეუბნება ვიდრე ვთქვათ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოები ამ ხრივ და ძალიან კარგი არის ამის კარგი ცოდნა და ბიბლია კიდე გვეხმარება ჩვენ მონაკვეთის რაღაცა გარკვეული მონაკვეთის აღწერა რო არის ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებში სწორად გავიგოთ და ასეთი არის ჯონ გოლსორსის ფორსაიტების საგა რაღაც გარკვეული 60-იანი წლების 60 წლის ისტორია გადამოცემული და კარგად გავიაზრებთ ამას თუ ჩვენ გვეცოდინება ძირითადი პრინციპები სამყაროს შექმნისა ძირითადი საწყისები ვინ არის ამის საფუძვეში როგორ შეიქმნა სამყარო რა არის სიცოცხლე რა არის ილამაზე და ამ ცინიზმა რელიგიურმა ცინიზმა მე-19 საუკუნეში რო წარმოშა ყველაზე მეტად რო ყალიბდება ეს როგორც სისტემა მე-19 საუკუნეშია ისე ამის დასაწყისი მე-18 საუკუნიდან იწყება მე-18-მდე მაინც მე-17-ში ჩათვლით ასეთთვის კარგად მიდიოდა ეს ყველაფერი შეხედულება იყო სამყაროზე და თითქმის მიღებული იყო რომ სამყარო ღმერთის შექმნილია მე-19 საუკუნეში უკვე ეს კარგ ტონად აღარ ითვლება სწორედ ამან წარმოშვა თელი რიგი თქვათ აი ესეთი მიმდინარეობები რაც მოხდა რომელსაც ისე უყურებდნენ როგორც ძვირფას რამეს არა ეს არის ღმერთს დაშორებული ადამიანების საერთოდ მე-19 საუკუნის კულტურა ეს არის ღმერთს დაშორებული ადამიანების კულტურა ღმერთს დაშორებული ისე იყვნენ და დაშორდნენ ამიტომ არის იგი კარგი მე არ ვიძახი უღმერთო კულტურა საბჭოთა კავშირში მაგრამ დასავლეთში რო აქებენ აი იმპრესიონიზმი აი ეს ლიტერატურა ბოდლერები ისენი ღმერთს დაშორებული ადამიანების კულტურა არის გასაგებია მე როგორ უყურებ მაგას ეს ჩემთვის არაფერი არ არის არავით არის ღირებულება მაგ ფერწერას ჩემთვის აღარ აქვს ეს არის სიგნალი იმისა რომ ღმერთს დაშორდა ადამიანები ხო იწამეს უფრო ბუნების მარადიულობისა და ამიტომ იყო პეიზაჟი ძალიან წინა პლანზე გამოვიდა უკვე ნუ იმპრესიონისტები მოიხსენებათ ეს ფაქტურად პეიზაჟისტები არიან ამეგეთ პანთეიზმი ბუნება არის ღმერთი და არაფერი სხვა სილამაზე არ არის და ამ სილამაზეს უნდა ჩვენ ტყბობა მივცეთ ჭრეტა დაჯექი და ჭრიტე დაუპირისპირდეთ ეკონომიკას არ არის სისულელი ეს ფულები ეს არის მაგ ნაწარმოებში აღწერილი ერთის განმახორციელებელი არის ბიძაშვილი ჯოლი და აი ამ ძველი ღირებულებების მატარებელი რომლებსაც მოუწია სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრება არის სომი და სომი რომელიც ზედმეტად აი ყველაფერი კაი დადებითი თვისებები აქვს ერთის გარდა მისი პრობლემა ეს არის სამყაროს ხედვის პრობლემა იგი თავისი დროის ბრწყინვალე პიროვნება არის მორწმუნე როგორი მორწმუნე იცით ის ღირებულებები რომელიც შეთავაზა მე-19 საუკუნემ მან იწამა რა არის ეგ სიმდიდრე ადამიანი უნდა იყოს მდიდარი ყველაფერს მოიპოვებს ნეტარი იქნები არავინ შენ არ მიგატოვებს არავინ ვარს არ გეტყვის შენ არაფერზე და დარტყმაზე იღებს როდესაც უკვე ლაპარაკი არის ქალის არჩევანზე და თქვათ შეუყვარდა პიროვნება ლასილამაზის განსახიერება ხო სილამაზია და მას უპირისპირდება მესაკუთრეობა მატერიალიზმი კაპიტალი კაპიტალიზმის და მესაკუთრეს მატარებელი არის სომი სილამაზის მატარებელი ირენა აი ამ ორი ადამიანი არ შეიძლება ერთად იყოს მწერალი ძახის ესენი არ შეიძლება გაერთიანდეს აქ არის მწერლის სისუსტე იმ ხრივ რომ იგი სამყაროს ვერ ხედავს ვითარცა ღმერთის ქმნილებას ეს შეიძლება ერთად იყოს როგორ არ შეიძლება აკი ჩემი სხეული ეს თუ ერთად არ შეიძლება ყოფნა მაშინ ჩემ ძველ სხეულში სიცოცხლე ვერ გაცოცხლდება ახალი ადამიანი მაშინ ქრისტე იტყუებოდა შეიძლება აი ნასაცხები არის იმჟამიდელი თქვათ მწერლებიდან შეიძლება ვერ ვიტყვი იმას რომ იდეები ისეცხეს ან რაღაცა მაგრამ რაღაც ამდაგვარს თომას მანი იძახის თქვათ იქაც უპირისპირდება სიკვდილი ვენეციაში თქვათ სილამაზე ცხოვრებას იქ სომის უფრო გლობალურადაა დანახული ცხოვრება არის
ცნება ესეთი ცხოვრება, ზოგადი ტერმინი ცხოვრება და ხელოვნება. ხელოვნების მატარებელი არის რომელიმე თქვა პიროვნება და თვითონ პიროვნებაში ესე იგი დიქოტომია. მე ვარ ხელოვანი კაცი, მაგრამ ცხოვრება მთრგუნავს და ეს პრობლემა გადაუჭრელია თომას მანის შემოქმედებაში. იმიტომ რომ სახეზე არის აქაც თომას მანი როგორც ღარიბი, ან წირი მცოდნე ბიბლიისა. ბიბლია მისთვის არის ლიტერატურა და არჯერა ღმერთის ყოვლის შემძლეობისა. ამიტომ დარჩა იგი პრობლემად. და მისაბაძე მაგალითად არ გამოგვადგება ჩვენ არც თომას მანის ნაწარმოებები, ვერაფერს ვერ ვისწავლით, ვერც გოლსუორსი მასწავლის ვერაფერს, ეს არის აღწერა. აღწერა ცოდვად დაცემული სამყაროს და მასში გაბატონებული ღირებულებებისა. ნახეთ რა კარგი რამეა ბიბლის ცოდნა. თორე ისე მაგას რო გააღმერთებ და აი მუხრამაჭავარიანი იყო თავის დროზე გააღმერთებული. როგორ შეიძლება ეს კაცი 100%-ით ათეისტი არის მუხრამაჭავარიანი. კაცი რომელიც არის ათეისტი. თავიდან ბოლომდე. ქართველი. რომელისთვის ღმერთი არის საქართველო. რო გითხო საქართველო რა არის ვერ გეტყვის. ადამიანი კი არ არის საქართველო ამათვის. ეს არის რაღაცაი ბუნებასთან მისტიკურ დონეზე აყვანილი რაღაც არნახული საქართველო, მაგრამ იცით როგორია მისტიური საქართველო, სახეზე რომელიც არის საქართველო თავისი ადამიანებით. არამედ რაღაცა რელიგიის დონეზე აყვანილი და ამას ლექსებს უწერ შენ. ვინ ახარ თუ არა ათეისტი? და რატომ ათეისტი? ღმერთი რო გწამდეს, შენ სხვანაირად იაზრონებდი. ღმერთი თუ არ არის, ცოცხალი ღმერთი ყოვლის შემძლე, ამას გულისხმობს, რომ შენ ეუბნები ვარს და აღმერთებ სხვა რაღაცებს. აღმერთებ საქართველოს და უწერ ლექსებს ამას გამოტვევებით. მუხრან მაჭავანიაც ათეისტი იყო. აი აქედან რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ მითხარით? არაფერი. არა პირიქით თუ ისე მიუდგებით ამას, აღწეროს მუხრან მაჭავარიანმა როგორც აღწერი იდეოლოგიისა და ცნობიერებისა. თუ ჩემშია გაბატონებული, ამას დავინახავ და გადავაგდებ. ის ახლა ეგ არაფერი პოეტი არ არის, ხო? პატრიოტული ლექსები, პოეზია არ არის. პატერი. ესე იგი, ღმერთის ადგილზე პატერი, მამა არის მატერია და ამას რო ლექსებს უძღვნე. პატრიოტიზმი ეგ არის, ჩემი განმარტებით. ღმერთის ადგილზე დაკავებული, ღმერთის ადგილი დაიკავა სხვამ მამამ და ის მამა შეიძლება იყოს ან მატერიალური მოვლენა, ან იდეა, ან ადამიანი. აი ეგ არის პატრიოტიზმი. ამ შემთხვევაში პატრიოტიზმი არის ღმერთის ადგილზე ჩანაცვლებული ნიზომილი 70,000 კვადრატული კილომეტრიანი რაღაცა გეოგრაფიული გარემო, რომელსაც პირობითად ეწოდება საქართველო. ამას რო ლექსებს უძღვნა მთელი ცხოვრება, ხარ კრეტინი და იდიოტი. აბა რანაირად ხარ კაი ადამიანი? ღმერთმა ეგა თქვა? ეს ხომ დროებითი სახლია. ამიტომ მეგობრებო, კარგად გადავხედოთ ყველაფერი ამ იმეებს და აქ დაგვეხმარება ჩვენი ისე პრობლემა ჩვენში არის. ჩვენ თუ არ ჩავაცხით ის როგორც კომუნისტებმა მაგრად იმუშავეს და ახალი ადამიანი გამოიყვანეს და ფაქტიურად მართლა გამოიყვანეს. ამაზე ორი აზრი არ არის. იმიტომ რომ იდეოლოგიაში შეუშხაპუნებ და დამთავრდა რა. თუ ეს შესაძლებელია, რატომ არ არის შესაძლებელი ქრისტესთან რასაც იძახის? აკი მარქსისტებმა ქრისტესთან ისესხეს. ეგ ადგილი გადმოთარგმნეს, შეიძლება დაბადება ადამიანის და მანდედან ისესხეს ეგა. მასენ ხო კითხულობდნენ თელ რიგ რაღაცეებს. და წავიდა ევგენიკა და ახალი ჯიშები და ახალი მის გამოყვანა და პროპაგანდა, აგიტაცია და აღზრდა და თელი საზოგადოება დაამსგავსეს ერთ იმას. ხო და რა, ეხლა ტყუილი კი არ არის თელი რიგი რაღაცეების დოკუმენტურიც არის და ახლა მხატვრული ფორმებიცად არის, მაგას გავარჩევ რამენაირად. მაგრამ ძირითადი მაინც სწორად არის დანახული. ხო რა, როგორი ის იყო ხალხი, როგორი მოდის, როგორ ჯერა, სუნთლად საში ხალხი, ესე მე გავგიჟდებოდი რა. როგორ შეიძლება გვერდზე მყავდეს ისეთი ცოლი, რომელსაც რა აზრები აქვს იმ ფურცევას დასაწყისში. საერთოდ ადამიანს არ იცნობს. ადამიანს რა გაუკეთა მის ქმარს. რა როგორი გაგებები აქვს. აი არაფერი სახეზე არის დებილი, გაუნათლებელი, პირუტყვი ადამიანი. ეს რა ჯანდაბა არის ეს კაცო, და ამ დროს გარეგნულად ლამაზი ხალი, ხო? საშინელება ასე გვატყუებს ჩვენ სატანაც, ხო? ასე აღზრდილი ადამიანს რო იცახის რომ მე აღარა ვარ კომუნისტიო. აი დღეს სააკაშვილი წყოს კომუნისტი არა ვარ. აბა რა ხარ შენ დალოცილო. კომუნისტობა არ არის მანდ მაინც პარტბილეთის ჯიბეში ჩადება და ისე სიმბოლოები ციარული. აზროვნების ეს არის ეგა რაღაც სტილი. კომუნისტობა ეგ არის აზროვნების სტილი, სპეციფიკა, მეთოდოლოგია, სამყაროზე დამიზნულება. ეგ არის კომუნისტი. ვინ არის კომუნა? სიტყვა ლათინურია კომუნა, ერთობლივ რაღაც გაერთიანებული და რა მსოფლმხედველობის მატარებელი ეს. ძირითადი, რასაც
აი ესეთი ადამიანი ატარებს, ის არის სამყაროზე სხვანაირი გაგება აქვს მას. სამყაროზე ორი გაგებაა, სატანური და ღვთაებრივი. რომელში დღეს ეს ადამიანები? არ შეიძლება იქითაც იყო, აქითაც იყო. არ შეიძლება ეგ. და ამის რაფინირებაა საჭირო. ჩვენ ხდება ახლა რა იცი, დააწმენდა, გაწმენდა და ჩვენ რო ახლა პრობლემას უყურებთ საქართველოში, აკი ხო გეუბნებით რის ბრალია ეგა. აი დიდი უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებაში მაინც ტოტალურად აზროვნებს და ეს აზროვნება საშინელი აზროვნება მარქსისტული. დასავლეთში არ არის ესე, ტოტალური არ არის, ტოტალური. მაგრამ მოვა დრო რო აქაც ეგრე იქნება. ბიბლია გვეუბნება ამას. მოვა. მაგრამ ღმერთი ამაც გაგვაცილებს, ჩვენ გაგვარიდებს ამ სისულელეებს. როგორც ამარიდა ის 36-იან წელს ტერმა კაცვებ, ტერმა იცხოვრა იმ პერიოდში რა. აღარც მეგობარება ფასობს, აი, ცოლს ვერ უნდა ენდო. რა გაგება აქვს, როგორ ის აქვს, რა შეხედულება, სად ჩამოყალიბდეს, სად ისწავლა ამან ეს სკოლაში. ხედავთ, ჩაუკაკუნეს, თავში უკაკუნეს, როგორ აი კარიერა და არ დაინდობს არავის და არაფერს. რა სიყვარულის გაგება ეს? და როგორ კლავდნენ ადამიანს, თუ ოდნავ სული ქონდა ამას, ჩაუკლავენ რა, ყველას უკლავენ. უნდა. ეხლა ისეთი პერიოდია მან საქართველოში, რომ თუ კარგად არ გიმუშავებს თავი, სხვათა შორის მე რომ არ დავხვედრულიყავ ეხლა მაგ მოვლენებს, ცოტა ესეთი თეოლოგიური განათლებით გამიჭირდებოდა იცემეც, აი რაღაც სისულელეში გავყოფთი თავს. ადამიანს მაინც უნდა რა ვიღაცასთან გაერთიანება, მოთხოვნილება ეგ აიცი ჩვენი. აი როგორც იტყვიან რა, აი იმის არ უნანოფო იმაში რო არის გაიგდა. გიორგი როიძახის კერძო არ უნანოფ, მართლაც აი მადლობა ღმერთს რა, როგორ არ შევაქო დილიდან საღამომდე. ილუზიაში იმისე რომ ყველაფერი მიდის. ამ დროს მანდ არაფერი არ ხდება. დამილაგა ეს კარგად აი ბიბლიამ კარგად იმიტომ არის რა ამას ხშირად უნდა გადაიკითხოთ ხოლმე თქვენ რა თქვენი გამონთარების ეტაპები უნდა მაგით შეამოწმოთ რა დონეზე ხართ. პატარ-პატარ თავები იქიდან იფიქროთ რა წაკითხულია. ამე სიუჟეტი კი არა, სიუჟეტი ახლა ყველა მიცის. არა, ის უნდა მოძრაობდეს რა თქვენ გულში და თქვენ სულში. და ამ აკუთხით რო უყურებ მეთქი მე აი ამ იმებს გმირებს იცი ადვილი ასაქმელი არის უკვე აი ეს ნაწარმოებები კი აღარ მეზარება მე ძალიან ადვილი არის რა წასაკითხა ისეთი ადვილი არის აი ესეთი კარგი თანაც ძალიან ფსიქოლოგიური ნაწარმოებები არის ახლა გოლსორსი არ არის ხელწამოსაკრავი მწერალი ესეთი კარგი ჯერ რუსული თარგმანი იცით რა კარგი არის მაგის რუსული თარგმანი აი რო წაიკითხავ ქართულად მაგას არ მგონია ეს ვერ გადმოთარგმნი რა ესეთი სიტყვებია რა ბევრი ის აქვს რუსულ ენას მდიდარი ენა არის გაცილებით მდიდარი ვიდრე ქართული ეს არ კნინდება ჩვენი ენა როცა ვიძახი ამას კი არ ვაკნინებ რაც არის ეს არის და ნუ ეწყინება ქართველს იმიტომ კი არ მithქვია რომ აი იმაზე ვგიჟდები აი უნდა ვაღიარო რაც არის ახლა რაც არის და გაცილებით მდიდარი არის რუსული ენა ქართულზე ამიტომ ექვემდებარება აი ინგლისურის და იმების თარგმნა რუსულში უკეთესი არის ქართულში ფერფრთალი ხდება გაფერფრთალდება რა არა გვაქვს სიტყვები და არა გვაქვს ბევრი სინონიმები არა გვაქვს და თანამედროვე მით უმეტეს თანამედროვე რომანს ქართველი ვერ თარგმნის თანამედროვეს ძველი კიდე რაღაც არქაული იმებით შეიძლება აი პლატონიც კი არ არის კარგად თარგმნილი ახლა ბაჩანა მიჩალიჩა მაგრამ არ არის ეს პლატონი რა რუსულში რო არის ეს არ არის რო ათარებ უფრო მიახლოებულია რუსული თარგმანი და ფილოსოფიას უფრო სჭირდება კიდე ზუსტი თარგმანი ფილოსოფიას იმიტომ რომ ყველა სიტყვას იქ ძალიან დიდი ისენი სიტყვით იხსნება სამყარო ბერძნული ამ ხრივ უნიკალური ენა არის ძველი ბერძნული შემთხვევითი არ არის რომ ბიბლია ძველი ბერძნული აი ახალი აღთქმა მაგით არის დაწერილი ეს შემთხვევითი არ არის მაგ დროს რომ მოვიდა იესო ზუსტად ასახავს რა ესეთი ენა არის მოვლენა აი უამრავი არსენალი აქვს უამრავი და მე უკვე სხვა თარგმანებში წავიდა ესე და უკვე ვიცით კომენტარებით და ემეებით და რა იგულისხმება და ყო იმ სიტყვასაც შემოიტანენ და განმარტავენ უკვე ხო დააკვირდით ქართულ ენაზე არ არის ეგ ქართული ენამ კი არ გაავრცელა ბიბლია ბერძნულ ენამ გაავრცელა ბიბლია ძველ ბერძნულმა პლატონიც ყველა სიტყვას ისეთი მნიშვნელობას დებს ჯერ მარტო ყველა სახელებს ძალიან ეტიმოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამას არ თარგმნის ბაჩანა შეცდომა მოუვიდა ლექსიკონი დაურთო შედალოცვილო რა ლათინური ტრანსკრიფციით ბერძნული უნდა ეთქვა მას ყველა სახელის უნდა განემარტა მე ძველი ქართულში რო გაერთეთ ახლა ძველი ქართული თარგმნიც ეგეც არ არის სწორი ხო მარტო პოეტურად მითარგმნა მან ეს პოეტური თარგმანი მე აზრი და ფილოსოფია ეს აზრების სიცხადე სიზუსტე საგნის აღწერა უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტად გადმოცემული და თუ ვერ გადმოდის და არა გვაქვს ეკვივალენტი ქართულში გადმომიტანე ის ლათინური ტრანსკრიფციით და განმარტეს სიტყვით ეს რას ნიშნავს რომ ამით ახლა გავიგო რაზეა ლაპარაკი თორე ის ეგ აიგითხავ და რაში გამოიყენებ რომ იტლეკინებ და კროსვორდში ავსებ და განათლებულია აგერა წაიგითხა ივანიშვილმა რა მეტყობა მას
ერთი მოდი წააკითხე ამას წიგნი. გადმოვა და შთაბეჭდილებები მიზიარებს ეგ სისულელებს და გაგებული არ აქვს არაფერი.